პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. უკიდურესად დაძაბული კვირის ბოლოს პოლიტიკური კვირა გთავაზობთ მთავარი თემების განხილვას იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ქმნის, დაპირისპირებები, შეთავაზებები, აქციები, შეხლა-შემოხლა, დაპატიმრებები და ურთიერთბრალდებები. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ პარლამენტის წევრებსა და თავმჯდომარეზე მიტანილი იერიშს. ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საპროტესტო აქციის ლიდერთა ადრინდელ განცხადებებს, რომელშიც გამოთქმული იყო მოწოდება არაძალადობრივი მოქმედებებისკენ. ხსენებულმა თავდასხმებმა ხელი შეუშალა ოფიციალური პირების საქმიანობას და გადაკვეთა ხაზი, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალურ ქმედებას შორის არის გავლებული. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს მთავრობასა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს დაუყოვნებლივ განაახლონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები და დიალოგი. ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რას უპასუხებენ ამ განცხადებას ოპოზიციის ლიდერები? დღეს გადაცემაში სახელწოდებით დაპირისპირებების კვირა წარმოგიდგენთ. მე ვნახე რომ რაღაც პოლიტიკური ჯგუფები ქუჩაში გამოხატავდნენ ამ თემაზეას, მე ვთხოვ მათ მოვიდნენ იქ, სადაც ეს საკითხები წყდება. მხოლოდ ოპოზიციას არ შეუძლია ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა, ისევე როგორც ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა პოლიტიკურ კრიზისს მიხედოს. ირაკლი ალასანია საკუთარ პარტიას ქმნის, რას უპირებს პარტნიორებს, რომლებმაც იგი უკვე დაასახელეს საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატად, ვინ შევა მის გუნდში და რა პოლიტიკურ პოზიციაზე იდგება. ამის შესახებ პირველ განცხადებებს ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი დღეს პოლიტიკურ კვირაში გააკეთებს. რატომ არ მისცეს სიტყვა 26 მაის სტადიონზე ლეიბორისტების ლიდერს, პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილს ჯერ კიდევ მაშინ ებრძოდა, როცა საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი იყო. დიდი ხანია მას პირდაპირ ეთერში არ უსაუბრია. შალვა ნათელაშვილი სტუმრად პოლიტიკურ კვირაში. ძალიან რთულია ისაუბრო ცხოვრების და მგლების დიალოგს. დიალოგი რეჟიმთან. ეს არის წარმოუდგენელი პოლიტიკური პროცესი. მოთხარი, თვითფასონია, როგორ უნდა აუხსნა საზოგადოებას, შალო ოფგაიძე რატო ბრუნდება ეხა საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რომ შენი თუ შენი ოჯახის რომელიმე წევრის მეგობარია? რაც მეტ ადამიანის დაშინებას შეეცდებიან, მით უფრო მალე დამთავრდება ეს რეჟიმი. რაც უფრო შეეცდებიან, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენონ, მით უფრო საკადრის პასუხს მიიღებენ. რას უპასუხებს საქართველოს პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძე? ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი კრიმინალური წარმოშობის რუსული ფულით საკუთარ მეუღლესთან ერთად ზონდერ ბრიგადებს ქმნის და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების სცენარს ამზადებს. პასუხები პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისგან ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური კვირა. ჭუბი უნდათ მიიღებენ, ბრძოლა უნდათ მიიღებენ, კვერცხი უნდათ მიიღებენ, სხვანაირად არ გამოვა. ხობეზე ნუკი მიძვრება, გვეუბნებით ახლა გიხსნით კარებს, შემოდი და დაჭერ. და შენ მიიღე ამაში მონაწილეობა. აქვს თუ არა ხელისუფლებას შესაბამისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ქვეყანაში კრიმინალური წარმოშობის ფულით არეულობა მზადდება, რატომ აირჩია სააკაშვილის გუნდმა მთავარ სამიზნედ ყოფილი თანაგუნდელები და ელიან თუ არა, რომ პრეზიდენტის შეთავაზებას რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი პირველ არხზე პოლიტიკურ კვირაში.
მაშასე დაპირისპირებების კვირა დღევანდელ გადაცემაში ერთმანეთის თანმიმდევრობით წარმოგიდგენთ ალიანსის საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას, ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილს, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს და უმრავლესობის ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს. აქვს თუ არა მტკიცებულებები ხელისუფლებას ბურჯანაძის წინააღმდეგ მის კრიმინალურ ფულთან კავშირში, ამაზე გადაცემის მეორე ნაწილში, მანამდე კი მძიმე პოლიტიკური კვირის ბოლოს სტუდიაში ვთხოვ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს ირაკლი ალასანიას. იგი დღეს პირველად ისაუბრებს საკუთარი პარტიის შესახებ. როგორ ბრძანდებით? ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაშასე ირაკლი ალასანია ქმნის საკუთარ პარტიას. ძალიან მძიმე, ძალიან ცხელი პოლიტიკური კვირის ბოლოს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს გარშემო ხდება და იმ გეგმებზე, რომელიც გაქვთ თქვენ. ჩვენ გვაქვს სასაუბრო ზუსტად 20 წუთი, სხვა შორის მე მინდა მაყურებლის გასაგონად თქვა, დღეს არ დავხუნძლავ სტუმრებს ძალიან ბევრი კითხვებით. მე მინდა რომ ამ 20 წუთში თითოეულმა თქვენგანმა მოასწროს და ჩამოაყალიბოს თავისი ხედვები და თავისი სათქმელი. დავიწყოთ პირველ რიგში, მე მინდა თქვენგან მოვისმინოს შეფასება ბატონო ირაკლი, მთელი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენებისა. შეგახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც დღეს გახდა ცნობილი. რა სიტყვის ირაკლი ალასანია, როგორ აფასებთ იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა ჩვენს გარშემო? დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ იმ საკითხით, რაც თქვენ გაინტერესებთ. ორი დღის წინ პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტი მართლაც ადეკვატურ შეფასებას საჭიროებს ყველა პოლიტიკური ძალისგან. თავად ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ იყვნენ მისული, არ შეიძლება აღვიქვათ როგორც ის პიროვნებები, ვისთვისაც აქამდე მონაწილეობა ამ პოლიტიკურ პროცესებში და განსაკუთრებით ბოლო 2 თვის განმავლობაში არ იყო უთქმნეული. ეს ის ახალგაზრდები არიან, ვის მეგობრებებსაც იჭერდნენ და დღესაც აგრძელებენ დაჭერას. მათი თავდასხმები დღესაც გრძელდება. და აბსოლუტურად ბუნებრივად მიმაჩნია, როდესაც აქვს სურვილი ახალგაზრდებს საკუთარი პროტესტის გრძნობა, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი, რა თქმა უნდა და კონსტიტუციური ფორმებით. ის რაც იქ მოხდა, როდესაც იყო სროლაქვების და პარლამენტის თავმჯდომარის მანქანაზე თუ სხვა დეპუტატების შეურაცხყოფა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ყველასთვის. ის ფორმები, რა ფორმებიც ნახეთ აქციაზე? მე შეხვედრაც მქონდა რაღაც ნაწილთან იმ ახალგაზრდული ჯგუფის, ასევე ზოგადად შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. ეს ფორმა პროტესტის გამოხატვის, შეურაცხყოფა ადამიანების პიროვნული არის მიუღებელი და აღარ უნდა განმეორდეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რა კონტექსტში ხდება ეს ყველაფერი ქვეყანაში, როდესაც ესეთი მძიმე პოლიტიკური ვითარებაა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდანაც უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და მოზობელი პოლიტიკა გატარებული და ის რაც დღეს ხდება, განურჩევლად. იმის და მიუხედავად იყო თუ არა ეს ახალგაზრდა იქ იმ წუთას და არის თუ არა მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ, ხდება დარბევა ამ ახალგაზრდების, დიდი ჯგუფი დადის და ეძებს, სიებია შედგენილი, ეს მხოლოდ გაართულებს ისედაც. სიებია შედგენილი მათ დასაპატიმრებლად. დიახ, ეს ნამდვილად თვითონაც დაკავებულებაც, ვისაც მოახერხა შემდეგ უკვე გათავისუფლება, ძალიან კონკრეტულად მოგვიყურე რა ვითარებაში როგორ ხდებოდა მათი დაკავება. თუმცა ერთადერთი გამოსავალი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის ის, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ შეაფასოს ძალიან სწორად მომხდარი, ეს არის ის საფრთხე, რომელიც ყოველ დღე იზრდება და ამ საფრთხეს ერთადერთი, რითიც შეგვიძლია ჩვენ დაუპირისპირდეთ, არის გავაგრძელოთ ის მოლაპარაკების პროცესი, რომელიც დაწყებული იყო აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები კონკრეტული დღესდღეობით ამ რამდენიმე შეხვედრამ არ მოიტანა, გავაგრძელოთ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდით და არა მხოლოდ ქუჩის პერმანენტული აქციები ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა და ეს არის სწორად იმ გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი, რაც მიიღო ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა, რომ ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური პარტია, რის შესახებაც შემდეგ უკვე მოგვეცემა საშუალება რომ ვილაპარაკოთ. ეს არის პარტია, რომლის სახელი იქნება ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები. ანუ ეს უკვე ოფიციალურად გადაწყვეტილია ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები. ჩვენი საქართველო, იმიტომ რომ ყველა მოქალაქე თანამონაწილე უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის სამშენებლობის, ჩვენი ბედი ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ და ჩვენი ეროვნული მნიშვნელობის საკითხები უნდა გადაწყდეს აქ, საქართველოში და ყველა უნდა გავხდეთ თითოეული მოქალაქე ამის თანამონაწილე. ის ადამიანები, ვინც სურვილს გამოხატავენ და ჩემთან ერთად ამ პარტიულ ორგანიზაციაში გააგრძელებენ მუშაობას, მთავარი ამოცანა სწორედ მათი ჩართულობა იქნება ამ პროცესში. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ და ძალიან გავშალოთ ჩვენი მოქმედება არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც.
ამასთან ერთად თავისუფლება და თავისუფალი დემოკრატები ნიშნავს, რომ ჩვენი პლატფორმის და იდეოლოგიის ძირითადი ბაზა იქნება პიროვნების თავისუფლება, იმიტომ რომ გვიჯერა, რომ ძლიერ სახელმწიფოს ვერ შექმნის მხოლოდ და მხოლოდ ისეთი საზოგადოება, რომელიც შედგენილი არის თავისუფალი პიროვნებებით და დემოკრატია ეს არის სწორედ ის მექანიზმი, ის მეთოდი მართლობის, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე უფრო წარმატებულად გაართმევს ამ საქმეს თავს. გარდა ამისა, აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ალიანსურ რეჟიმში ჩვენ პარტნიორებთან მუშაობას. ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები ჩვენ ერთობლივად გეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს და ანუ ალიანსი იქნება შენარჩუნებული. ალიანსი შენარჩუნებულია. ეს სამი ძალა კვლავ გააგრძელებს ერთობლივად საქმიანობას საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმილი, ისეთი როგორც არის თემატური კრიტიკა ხელისუფლების, ყველა ხელისუფლების სფეროში ეს დაწყებული იქნება ეროვნული უსაფრთხოების თავდაცვით, ეკონომიკით, სოფლის მეურნეობით, ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული შეთავაზებები საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც. ჩემი აზრით, ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი რაც უნდა გვეკეთებინა და საზოგადოების წარგვედგინა იყო არა მხოლოდ ის მოთხოვნა, რომ სააკაშვილი უნდა გადამდგარიყო, არამედ ასევე უნდა შეგვეთავაზებინა საკუთარი ხედვა საქართველოს მომავალ აღჭურვილობის. როდესაც ამ კითხვას ვსვავდით, ბატონო ირაკლი, მოდით გავიხსენოთ, ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერი იყო ხოლმე ისეთი ღიზიანდებოდა, იმიტომ რომ რა დროს ეს არის, ჯერ უნდა გაუშვათ სააკაშვილი და შემდეგ დავდებს ჩვენ სამოქმედო გეგმას. ზუსტად მაგის დროა და საზოგადოება ჩვენგან აი ესეთ ნაბიჯებს ელის. მე მინდა გავაცხადო, რომ არაერთხელ უკვე ვთქვი, რომ ქუჩის პერმანენტულ აქციებში ჩვენ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, მაგრამ იქნება კონკრეტული აქციები და ამ ღონისძიებას ალბათ ერთობლივად ორგანიზებას გავუკეთებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც შევთანხმდებით, ესა თუ ის ღონისძიება და აქცია როგორი ფორმით უნდა ჩატარდეს, მაგრამ ძირითადი საქმიანობა ჩვენი გადავა ზუსტად პოლიტიკურ პროცესში და ეს პოლიტიკური პროცესი იქნება განსაზღვრელი იმისა, რომ დიალოგის რეჟიმი ხელისუფლებასთან იყოს შენარჩუნებული და გაგრძელებული და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა ამ პროცესებში იყოს უფრო ეფექტური და უფრო გავლენიანი. მაშასე ერთიანი საქართველო თავისუფალი დემოკრატები. ეს იქნება პარტია, რომლის ლიდერიც იქნება ირაკლი ალასანია. მე მაინტერესებს, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ამ პარტიის სახეები გახდებიან. თქვენი გუნდი. არსებობდა ასეთი ინფორმაცია, ბატონო ირაკლი, რომ შესაძლებელია თქვენს გვერდით ჩვენ გვეხილა ლევან გაჩეჩილაძე. შეგიძლიათ თუ არა დამიდასტუროთ, რომ იგი ამ პარტიის წევრი იქნება? ეს ცნობილი გახდება, რა თქმა უნდა, იმ დღეს, როდესაც გვექნება პარტიის დამფუძნებელი შეხვედრა, ეს ივლისის დასაწყისში იგეგმება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პარტიას შეიძლება ისეთი საზოგადოების ნაწილის მობილიზება, ვისაც მართლა სერიოზულად აქვს განზრახული, რომ ახალი სიტყვა თქვას ქართულ პოლიტიკაში დაამკვიდროს ახალი პოლიტიკური კულტურა, რომელიც გაცდება ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ურთიერთდობის და გაუტანლობის ამ ჩაკეტილ სივრცეს. ამას ელის დღეს ჩვენგან საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ. კი ბატონო, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს მიერ ახალი პარტიის შექმნა და მით უმეტეს ეხლა გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ ქუჩის აქციებში უკვე პერმანენტულში აღარ მივიღებთ მონაწილეობას, არამედ როდესაც გადავწყვეთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მხოლოდ მაშინ, შესაძლებელია სწორედ აი ამ თქვენმა განცხადებამ და ამ ახალი პარტიის შექმნამ გააჩინოს ოპოზიციის ძალიან ბევრ წარმომადგენელში ეჭვი იმის შესახებ, რომ აი ხომ არ წავიდა კომპრომისზე ალასანია ხელისუფლებასთან. აი რატომ საუბრობს იმაზე, რომ ყოველთვის აღარ მივიღებთ ქუჩის აქციებში მონაწილეობას. თქვენ შემდეგ შალვა ნათელაშვილი ყავს და შეგახსენებთ თავის დროზე, როცა თქვენ გამოჩდით პირველად ოპოზიციურ ფლანგზე, მან თქვა, რომ აი მიშა ორი მოდისო და ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. ნუ ალბათ ამ შეკითხვას ხელახლა დავუსვამთ ბატონ შალვას. მე ერთ გეტყვით, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება იმ ორთვიანი გამოცდილების შემდეგ, რაც მივიღეთ ჩვენ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისას თბილისში. მე ვთვლი, რომ ეს ორი თვე იყო ჩვენთვისაც და ზოგადად საზოგადოებისთვის წარმატებული, იმიტომ რომ თელმა საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რომ ის უკმაყოფილების მუხტი, ის განწყობა საზოგადოებაში, რომელიც დღეს არსებობს, ცვლილების არ შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია როგორც 9 აპრილს, ასევე 26 მაისს საზოგადოების მობილიზება და მადლობა მინდა გადაუხადო 26 მაისსაც და 9 აპრილის აქციებშიც ყველა მონაწილე მოქალაქეს, მაგრამ ჩემი აზრით დადგა დრო უკვე გავდავიდეთ უფრო სერიოზული პოლიტიკის კეთებაზე. ეს არის ზუსტად ის მიმართულება, რომელზეც მე დღეს გელაპარაკეთ, გადავიდეთ პოლიტიკურ პროცესზე, როდესაც საზოგადოებას დაუდასტურებთ და დაუმტკიცებთ
რატომ შეგვიძლია ეს ხელისუფლება შევცვალოთ მშვიდობიანად და რის გაკეთებას შევძლებთ იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს ხელისუფლება აკეთებს. მოდით დაგისვამთ მაშინ კითხვას. თავის დროზე, როდესაც იწყებოდა ეს აქციები, ოპოზიციურმა გუნდმა ლიდერების, მათ შორის იყავით თქვენც აქტიურად ყოველთვის წარმოდგენილი, გააკეთეს განცხადება, რომ მთავარი არის ეხლა გაუშვათ სააკაშვილი და შემდეგ ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ დაალაგდება პროცესები. დღეს თქვენ აკეთებთ განცხადებას, რომ ასე არ შეიძლება. ანუ ეს გზა არ იყო სწორი, რაც აქამდე გააკეთა ოპოზიციამ და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ცვლილება? თუ კი არ მიიღებთ თქვათ ქუჩის აქციებში მონაწილეობას, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილია და მმართველი გუნდი ისევ ნაციონალები, როდესაც მათი მხრიდან იყო შემოთავაზებული ის მხოლოდ რაც იყო. გულისხმობ მინისტრის მოადგილეების დონეზე, უშიშროების საბჭოზე და ასე შემდეგ. ამის მიღმა რაიმე დათმობა არ ყოფილა, ხო, ხელისუფლების მხრიდან. მას როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი გამარჯვება? ჯერ ეს ერთი არ მინდა ისე გაიგოთ, რომ საერთოდ საპროტესტო აქციების მნიშვნელობაზე მე სათანადო აზრი არ მაქვს. პირიქით, საპროტესტო აქციები აუცილებელი არის, მაგრამ ეს უნდა იყოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიზანმიმართული და მე ვიძახი, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას პერმანენტულ აქციებში. კი ბატონო. როგორც აქამდე იყო. ეს არის ახალი დამატება და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დამატება პოლიტიკური ჩვენი ბრძოლის მეთოდის, რომ გადავიდეთ ისეთ პოლიტიკურ პროცესში, სადაც საშუალება გვექნება მეტი ვიფიქროთ და მეტი შევთავაზოთ საზოგადოებას კონკრეტულად ეკონომიკის კუთხით. სახელმწიფოება იძახის, რომ სამუშაო ადგილები მცირდება, ეკონომიკის ზრდა რთულდება და მცირდება. რას გააკეთებ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ დღეს, რომ შეიმუშაოს ისეთი ეკონომიკური პროექტი, პროგრამა, რომელიც რეალურად შეძლებს, რომ შეაჩეროს ესეთი ეკონომიკის ამგვარი ვარდნა, რატო უნდა იყოს ბიზნესზე ზეწოლა მოხსნილი და რატო უნდა მივცეთ მათ საშუალება განვითარდნენ ისე, რომ არ იქნება ჩარევა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესში. აქ არის კონკრეტული პროექტები, რომელიც უკვე პრაქტიკულად ჩვენ ალიანსურ რეჟიმში მომზადებული გვაქვს ეკონომიკის კუთხით, განათლების კუთხით. ასევე თავდაცვის უნარიანობა როგორ უნდა იყოს განმტკიცებული ისე, რომ მოახერხოთ თავდაცვა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან არსებული რუსეთის საფრთხის კუთხით და ასევე შევქმნათ ახლიდან ისეთი ჯარი, რომელიც და ისეთი შეერაღებული ძალები, რომელსაც საშუალება ექნება დაიცვას საქართველოს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გაეროში, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და ამაზე გვექნება მუდმივი საუბარი საზოგადოებასთან. კი, მაგრამ თქვენი პარტნიორები თუ კი ამბობენ, ბატონო ირაკლი, იგივე ვთქვათ ახალი მემარჯვენეები, რომლებიც ძალიან რადიკალურები იყვნენ, ხომ, ამ აქციებისას მე შეგახსენებთ იგივე რკინიგზის გადაკეტვისას, ვთქვათ, ფიქრია ჩიხრაძე შემდეგ ხუმრობდა, რომ მე მითხრა, რომ თურმე არასოდეს უნდა თქვა არასოდესო, იმიტომ რომ როდესაც გადავხედეო იქ რკინიგზასთან მისულ ოპოზიციონერებს, ძირითადად იყვნენ წარმოდგენილი სწორედ ახალი მემარჯვენეებიო. თუ კი ისინი ამბობენ, რომ ჯერჯერობით ეს ადამიანი უნდა გაუშვათ პოსტიდან და შემდეგ უნდა ვიფიქროთ ამ თემებზე, რომ ყოველგვარი დებატები, რაღაც სხვადასხვა თემატური დებატები ხელისუფლებასთან არის ახლა წამგებიანი. მას რა გამოდის, რომ თქვენი მოსაზრებები ეწინააღმდეგება თქვენი პარტნიორების პოზიციას? ჯერ ეს ერთი რკინიგზის თემას რო დავუბრუნდეთ, ის იყო ჩემი აზრით მართლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმ მომენტში, როდესაც ხალხი აღელვებული იყო, რომ გაგვენეიტრალებინა ის ვითარება, ის მუხტი, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში და დათო გამყრელიძემ მაშინ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება წინააღმდეგობას, არანაირი წინააღმდეგობა არ არის ჩვენ შორის. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის ფორმა ბრძოლის მეთოდების, რომელიც აქამდე გვქონდა, შესაძლებელია. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა. როგორ? ეს არის შესაძლებელი. უნდა გადავიდეთ პოლიტიკური ბრძოლის ისეთ ფორმებზე, როდესაც საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან გვექნება შესაძლებლობა ჩვენი პოლიტიკური პლატფორმით ვიბრძოლოთ. ანუ შევთავაზოთ სიახლე ყველა დარგში ხელისუფლების განვითარების. რაც შეეხება თვითონ ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ერთსულოვნებას, რა თქმა უნდა, მიზნებში გვაქვს ერთსულოვნება. მეც თავარ ამოცანად მიმაჩნია, რომ პროცესი მივიყვანოთ იქამდე, რომ ჩატარდეს თავისუფალი, ვადამდელი არჩევნები. დიახ. საარჩევნო გარემოს შეცვლა, რომელზეც დღეს არის საუბარი, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რაზეც ვიქნებით კონცენტრირებული. როგორ უნდა შეიცვალოს კოდექსი, როგორ უნდა მოხდეს პოლიციის დისტანცირება საარჩევნო და სხვა პოლიტიკური პროცესებიდან. როგორ უნდა დავიცვათ თითოეული ჩვენი ხმა, როდესაც დადგება არჩევნების დრო. ასევე მედიის თავისუფლება. ეს არის ის საკითხები, რომელიც სხვათა შორის დღეს ბევრად უფრო ადვილად და კარგად ესმის საერთაშორისო თანამეგობრობას, თუნდაც ვიდრე აქამდე. იმიტომ რომ ამაზე ველაპარაკებით, ამას უხსნით, თუნდაც ბოლო შეხვედრა ჩვენი სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთ მოადგილესთან, რომელიც ჩამოსული იყო, სწორედ ამ საკითხებით იყო დახუნძლული. და არა მხოლოდ იმ მოთხოვნით, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს. ეს არის სწორედ ბრძოლის ის მეთოდი,
რომელიც ჩვენ საზოგადოებასაც დაანახებს და ჩვენ პარტნიორებსაც, რომ ვართ პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალები ოპოზიციაში. და ამის მიღწევა შეიძლება როგორც დიალოგის წარმოებით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან აქტიური მჭიდრო თანამშრომლობა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ხალხს, ჩვენ მოქალაქეებს გავაგებინოთ, რისი შეცვლა გვინდა და როგორ მოვახერხებთ ამის შეცვლას. კი ბატონო, მაგრამ როდესაც ხელისუფლების მხრიდან გაისმა იგივე საარჩევნო კანონმდებლობაზე თავის დროზე, ხო აპრილის აქციების დაწყების პირველ დღეებში საუბარი, მაშინვე ითქვა, რომ ეს ხელისუფლება არის არაადეკვატური. როდესაც საპარლამენტო ოპოზიციამ წამოწია ამ თემებზე, იგივე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი საარჩევნო კანონმდებლობაზე, თქვეს რომ ისინი მიშას თამაშს თამაშობენო. ამ შემთხვევაში და ითქვა, რომ ამით უხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნა სააკაშვილს და მის გუნდსო. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თქვენი განცხადებებიც რაღაცნაირად შესაძლებელია ხელს შეუწყობს სწორედ მათი არსებობის გახანგრძლივებას, იმიტომ რომ ზუსტად ამ თემებზე იყო თავიდან მათი მხრიდან საუბარი. მათი მხრიდან ამ თემებზე მხოლოდ მაშინ დაიწყო საუბარი, სხვადასხვა სექტემბრის მერე, როდესაც სააკაშვილმა გამოაცხადა ახალი ტალღა დემოკრატიული ცვლილებების, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ხალხი შეიკრიბა 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე. ანუ ესეც იყო ჩვენი მხრიდან სწორად გადადგმული ნაბიჯი, როდესაც დაინახეს, რომ საზოგადოება არ გაჩუმდება, აღარ ეშინია და მათ შეუძლიათ მასიურად გამოვიდნენ ქუჩაზე. მეორე საკითხი, როდესაც მათ თქვეს, რომ ამაზე სასაუბროდ მზადა ვართ, არც ერთი კონკრეტული შეთავაზება გარდა იმისა, რომ კომისიას ხნით და სურვილი გვაქვს, რომ ვითანამშრომლოთ, არ ყოფილა. მას თქვენი მხრიდან რა იქნება კონკრეტული? ჩვენი მხრიდან იქნება კონკრეტული შეთავაზება, როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, როგორი უნდა იყოს საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და ამას ჩვენ მივაწოდებთ როგორც იმ კომისიას, ასევე გავაცნობთ საზოგადოებას. გასაგებია, პრეზიდენტთან შეხვედრებს ირაკლი ალასანია განაგრძობს მომავალში თუ არა, როგორც მე ხა თქვენი საუბრიდან გამომდინარე ვხდები, თქვენ ალბათ პერმანენტული შეხვედრები მოგიწევთ ხელისუფლებასთან, თუ კი ისინი ამ თემებზე უნდა წამოიყვანოთ. ჩვენ გვექნება პირველ რიგში ძალიან მჭიდრო კავშირი ჩვენ საზოგადოებასთან და მათთან ერთად გავაკეთებთ და მოვამზადებთ ამ პროექტს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შეხვედრები უნდა გაგრძელდეს. შეხვედრებს ალტერნატივა არ გააჩნია. ოპოზიციაში ბევრს არ მოსწონს ეს შეხვედრები. იგივე ლევან გაჩეჩილაძეზე თქვეს, რომ მას არ ქონდაო მაინც ჩვენგან მანდატი მინიჭებული. ვისაც ჯერა და ვისაც სწორად მიაჩნია, ის გამოგვყვება და ის ჩვენთან ერთად დადგება ამ გზაზე. ვისაც არ მიაჩნია, ის სხვა გზით წავა. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის ეს და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გვერდში დაგვიდგება, ჩემი აზრით, ძალიან სწორს გააკეთებს. იმიტომ რომ ალტერნატივა დიალოგს არ გააჩნია არასდროს და მე ამას გეუბნებით საკუთარი გამოცდილებით. როდესაც დავიწყე აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები და იმაზე უფრო მეტი სკეპტიკური მიდგომა მქონდა, ვიდრე დღეს აქვს ოპოზიციის ლიდერებს ხელისუფლებასთან შეხვედრა, დავინახე, რომ დიალოგში ყოველთვის შეიძლება გამოსავლის პოვნა. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აფხაზეთი ახსენეთ, ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე, მე მხედველობაში მაქვს ის სხდომა, რომელიც უნდა გაიმართოს გაეროში და რასაკვირველია ირაკლი ალასანიას ამ სტუდიიდან ისე ვერ გაუშვებ, რომ არ ვთხოვო კომენტარი ამის შესახებ, მაგრამ მანამდე დამიკონკრეტეთ, ანუ ემიჯნებით ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც წინააღმდეგი არის პრეზიდენტთან შეხვედრების, დიალოგის და ასე შემდეგ, რომელიც ფიქრობს, რომ ნებისმიერი დიალოგი უხანგრძლივებს ხელისუფლებას არსებობას. ემიჯნებით თუ არა? არავითარ შემთხვევაში არავის არ ვემიჯნებით. ვისაც არ მიაჩნია, რომ ეს გზა სწორია, ის წავა სხვა გზით. მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ვიქნებით ყველა სხვადასხვა ფორმით კოორდინაციაში ყველა პოლიტიკურ ძალასთან. კარგით, ბატონო ირაკლი, მე მინდა დაგისვათ შეკითხვა, პრინციპში წეღან უკვე დავსვი. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რომელიც ამ ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ, ეს იყო სწორედ პან კი მუნის მოხსენებასთან დაკავშირებით, კახალომაიას განცხადებები და ასე შემდეგ. მითხარით, რას ელი თქვენ ამ სხდომიდან, რა რეზოლუცია, რა იქნება და საერთოდ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაზე რა სიტყვით გაეროსთან მიმართებაში? პირველ რიგში ვიტყვით იმას, რომ ის განცხადება, რომელიც თუნდაც საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო და ჩემი აზრით ეს კიდევ უფრო გაართულებს ჩვენი პოზიციების დაცვას გაეროში, როდესაც მან პრაქტიკულად ბრალი დასდო გაეროს და გენერალურ მდივანს უმოქმედობაში და ზეწოლის ქვეშ ყოფნაში რუსეთის. ესეთი რიტორიკა, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციების დაცვას ხელს უშლის გაეროში, მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, მთავარი განსაზღვრელი. დღეს რა ვითარებაც არის. ეს რუსეთის პოლიტიკა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, განსაკუთრებით აგვისტოს მერე გადასულია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი კუთხით, რომ გაამართლოს საკუთარი ოკუპაცია საქართველოს ამ ტერიტორიებზე. ამ კუთხით ჩვენთვის უშიშროების საბჭოში პირველი მოკავშირეები ეს არის უშიშროების საბჭოს ის წევრები, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ბრიტანეთი, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ უნდა დავიცვათ
რეზოლუციაში ტერიტორიული მთლიანობის აღნიშნული სეგმენტების ჩადება. როგორ უნდა დავიწყოთ? ეს არის ერთადერთი გზა არის რუსეთის რეალური იზოლირება უშუალოების საბჭოში. უშუალოების საბჭოში ჩვენ თუ მოვახერხეთ, რომ ერთადერთი რუსეთი იქნება, ვინც წავა ამის წინააღმდეგი და გაბედავს და ვეტოს დაადებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ ნათელი გახდება მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი არის იზოლირებული და ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ ამ კუთხით, იმიტომ რომ საკუთარი უახლოესი მოკავშირეებიც კი ვერ აიძულეს, რომ ეღიარებინათ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამიტომ მაშინ ბრძოლა გასაგრძელებელი იქნება უკვე მეტად გავშალოთ და გავაფართოვოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესაძლებლობები საქართველოში. თუ კი ვერ მოვახერხეთ გაეროს დამკვირვებლების მისიის შენარჩუნება. მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ კი იქ შევინარჩუნეთ გაერო, ეს ნიშნავს, რომ რეალურად პრობლემა და კონფლიქტი მოუგვარებელია და რეალურად რუსეთის ლეგიტიმაცია იქნება ბევრად უფრო გართულებული. ძალიან რთული იქნება ალბათ ეს დღე და თავისთავად როგორ განვითარდება მოვლენები საინტერესო ისე როგორ შეაფასებთ კახალომაიას განცხადებებს როგორც ყოფილი ელჩი. მე კორექტულად დავიცავდა თქვენი ცნობილი გამოსვლები, იგივე ჩურკინთან დებატები. არ შევაფასებ კახალომაიას განცხადებებს, მე მას წარმატებებს უსურვებ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეელოდება ხვალ. კი ბატონო და ვიდრე გახვალთ სტუდიიდან, ბატონო ირაკლი, როდესაც სააკაშვილთან ის ცნობილი შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაშინ გაკეთდა ასეთი კომენტარები, რომ ყველას რაღაც უთხრაო სააკაშვილმა და ირაკლი ალასანიას უთხრა ასეთი რამო, რომ აი შენ გაქვს ძალიან მაღალი რეიტინგი და თითქოს მას შესთავაზა კი არა და რაღაცნაირად თითქოს გამოთქვა სურვილი, რომ ალასანია ეხილა პრემიერად. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, აი საუბრობდით, რომ თემატური დებატები უნდა იყოს, ხელისუფლებასთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რომ მოხდეს ასეთი შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან. მოდით, წამოდით ჩვენთან, გნებავთ კოალიციურ მთავრობაზე, გნებავთ იგივე უშიშროების საბჭო იყო ნახსენები, მინისტრის მოადგილეების პოსტები და ასე შემდეგ. როგორი იქნება თქვენი პასუხი? პოზიცია ჩვენი არის, რომ თანამდებობებისთვის არ ვებრძვით და კოალიციური მთავრობის რაიმე ფორმის შედგენაზე დღეს ლაპარაკიც კი ზედმეტია, მაგრამ ერთი რაზეც აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა, ეს არის სამართალდაცვითი სტრუქტურების განეიტრალება პოლიტიკური პროცესებიდან და ამაზე შეიძლება რა თქმა უნდა კონკრეტული საუბარი შედგეს ხელისუფლებასთან. როგორც ჩანს, ძალიან საინტერესო შეხვედრები გელიძიეთ. მე მინდა წარმატება გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. მაშასე ერთიანი საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, ეს იქნება პარტია, რომელსაც შექმნის ირაკლი ალასანია და რომლის ლიდერიც როგორც თავად მოისმინეთ იქნება თავად. მე მას მინდა უსურვო წარმატება. ახლა კი სტუდიაში ვთხოვ პოლიტიკოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის პირველივე დღიდან ებრძოდა, თუმცა მანამდე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გქონდა ძალიან ბევრი საინტერესო კადრი არქივში, როდესაც ვამზადებდით შალვა ნათელაშვილის დღევანდელი სტუმრობისთვის ერთგვარ კოლაჟს, მაგრამ თავად ლეიბორისტების მხრიდან მოხდა მასალის შემოთავაზება და მე მგონი ერთად რომ გადავხედოთ ამ მასალას, ყველას გაგვახსენდება არც თუ ისე შორეული წარსული. მე შალვა ნათელაშვილის მივესალმები სტუდიაში და რამდენიმე წამში თქვენ გექნებათ სწორედ ამ არქივის მასალის ნახვის საშუალება. ბატონო შალვა, ძალიან დიდი ხანი არ გისაუბრიათ პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა რომ მობძანდით. გილოცავთ დღევანდელ დღეს თქვენ და სრულიად საქართველოს. დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღეა. ყველა თქვენი ანგელოზი ლოცულობთ ერთობლივად საქართველოსზე და ღვთისმშობლის სიყვარული ქვეყანა ალბათ ამ ერთობლივ ლოცვით გადავხდება. ძალიან დიდი მადლობა, გთხოვ დაიკავოთ თქვენი ადგილი, მაშასე ვიდრე მე დაგისვათ პირველ შეკითხვას ცხელი და დაძაბული პოლიტიკური კვირის ბოლოს, მე მინდა შევთავაზო ჩვენს მაყურებელს სწორედ ამონარიდი ერთ-ერთი თქვენი სატელევიზიო გამოსვლიდან, უფრო სწორედ ვიტყვი, ეს იყო დებატები მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ეკა ხოფერიას ეთერში შედგა და როდესაც ჩვენ ვთხოვეთ რაღაც მასალები ლეიბორისტებს, მათ მოგვაწოდეს სწორედ ეს ჩანაწერი. დაწყებამდე თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით ამ მასალის ამოწევისათვის მოგახსენებთ უდიდეს მადლობას. ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ახსოვს აღნიშნული დებატი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სამარცხვინოს წააგო და ისეთი გაიქცა სტუდიიდან, რომ ლიფტს აღარ დაელოდა, მე-17 სართულზე იყო რუსთავი 2 და მას შემდეგ მე მინდა მოგახსენოთ, რომ სააკაშვილი გარბის არა მარტო ჩემგან და დებატებში არ მიჯდება არასოდეს, არამედ საკუთარი ხალხისგან დაახლოებით თუ გავიხსენებთ ფრიდმანის თეორიას დიდი აფეთქების შესახებ, მოგეხსენებათ ფრიდმანმა დაასაბუთა, რომ სამყარო თავდაპირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალის შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გატყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, თავისი ხალხიდან და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მას, ბატონო მიხეილ, გავიხსენოთ ჩვენი ძველი დებატები, კიდევ ერთხელ დავждეთ სატელევიზიო დიალოგში, იქ დაცული ეთიკის ყველა ნორმა და თქვენ ამას კიდევ ერთხელ ნახავთ და მე დარწმუნებული ვარ თქვენ წააგებთ ამ დებატებს და მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია დავტოვოთ პრეზიდენტის პოსტი მშვიდობიანად და ამით მაინც შეხვიდეთ ისტორიაში, რომ ხელისუფლების
გამო თქვენ არ გადაიყოლეთ ქვეყანა რისი პერსპექტივებით სამწუხაროდ რეალურად გამოკვეთილი. კარგი, ჩვენ შევეცადეთ რომ მოკლე ვარიანტი რაღაც 2 წუთში ჩაგვეტია, ძალიან საინტერესო გამოსვლები, მაშასე ცნობილი კადრები, ეკა ხოფერიას ასევე ძალიან ცნობილი გადაცემიდან. ანტა ჯიშია მსხალს არასოდეს არ მოიყავს. ამიტომ ამბობ რომ შევარდნაძის სისტემაში გამოსდილი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და ლიდერები იქნებიან პატარა შევარდნაძეები ყოველთვის. მათთვის სტილი იქნება, როცა ესენი მოვლენ ხელისუფლებაში და თუ მოვლენ რომ ერთმან უკნას, იგივე შევარდნაძის სტილი. ხოთ მომცეთ, ეხლა 5 წუთი რომ განმარტოთ შეიძლება. ასე ახლა რო ჩამოთვალო მე, თქვენი ოქროშვილი მილიონერია, EIS-თან კონტრაქტი რო გააფორმა, აიღო 300,000 იმ კონტრაქტზე, რომელსაც ახლა ვანგრევ. ბატონშავ, მოდით. და ქვეყანა რო გაიყიდა ფაქტობრივად. და აღარ მინდა ახლა ბექაურზე ვთქვა, რომელიც ფლობს ლილო აეროპორტის სამარშრუტო ხაზებზე. აღარ მინდა ახლა ყობაზე ვთქვა, რომელიც აგერ აქ არის, რომელმაც 300,000 ლარი წინა ქალაქის საგრებულოდან წამოიღო ქალაქის ადვოკატის ინსტიტუტისათვის და ამ დროს ქალაქის ადვოკატი უფასოდ არავის არ ღირსებია. ხალხი ჩემი პარტიიდან წავიდა, დავრიცხე იმის გამო, რომ იყვნენ წინააღმდეგი, შენ ყოფილიყავი საგრებულოს თავმჯდომარე. მე შენ შემოგწირე ეს ხალხი. შენ კიდე აიღე, ფარველობის კალთა გადააფარე, პარტიაში მიიღე, მაღალ თანამდებობებზე დააწინაურე და პრესკონფერენციებს უწყობდა ჩემ ოჯახს ალანძღებს. შალვა დღეს ჩემი ამომრჩევლებისთვის, ყოველი თბილისელებისთვის, დღევანდელი დღინა სატელეფონო გადასახადი იმატებს ორჯერ. და ამას უმატებს ის ფირმა, რომელიც არის ფლობელობაში შენი პარტიის მოადგილის, მეორე კაცის და ლიდერის ლეიბორისტული პარტიის ფრიდონ ინჯიას. მოდით, ნუ დავიდე ის იყო თქვენი მინისტრი. აი ეს არ არის დემაგოგია. მეუბნებით დღეს რატო გაგვიძვენეთ? ვერ დამიდგება მიშა გვერდით, იმიტომ რომ მიშა იმდენად არის დავალებული ამერიკის ზოგიერთ ინსტიტუტთან, სოროსთან, ისა გაქვე ევრაზიის ფონდთან, ებერტის ფონდთან, ვესტმინსტერის ფონდთან, ხონდათ მათ საქმიანი ფინანსური ურთიერთობები, რომ მიშას გული და სულით რო უნდოდეს ამის გაკეთება ვერ იზავს. ერთი ოპოზიცია, რომელიც უპირისპირდება მეორეს, ეს არის ყველაზე საუკეთესო საჩუქარი უნარო კორუმპირებული მთავრობისთვის, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ თვითონ მოიგოს არჩევნები. ამას შავა შეუსწავლია ჩვენი პროგრამის ზედმიწევის კარ. აი ლაპარაკეთ, ხოლმე ჩვენი პროგრამა იყო. აგერ ბატონო, ხელშეკრულება თბილისთან გაჩუქებთ ერთ ეგზემპლარს. იმიტომ რომ ჩვენი პროგრამიდან გადმოწერეთ და დაარიგეთ ხელშეკრულება. მაშასე ეს იყო ძალიან ცნობილი კადრები, იმ დროს მიხეილ სააკაშვილიც და შალვა ნათელაშვილიც იყავით, ორივენი იყავით ოპოზიციის ლიდერები. ბატონო შალვა, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე მინდა მოვისმინოთ თქვენგან პირველ რიგში იმ კვირის შეფასება, რომელიც ეხლა დასრულდა. უმძიმესი პოლიტიკური კვირა, დაპირისპირებები, დაპატიმრებებით, შეხლა შემოხლი და ასე შემდეგ. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო განვითარდა ამ დღეებში? მე მინდა თქვენ შემოგწიროთ ინგა უდიდესი მადლობა იმ რისკისთვის, რაც აი ამ წამს გასწიეთ და აღნიშნული კადრები აჩვენეთ. რატო, რამე განსაკუთრებული რისკია ამის ჩვენი? ვთვლით რომ განსაკუთრებული რისკია, შეიძლება გადაცემა დაგიხურონ ამის გამო, რადგან ამ წლების კარგი, გეყობათ. ეხლა გეყობათ. რადგან ამ გაფრთხილებთ უკვე მესამე ხდება. უკვე ვიღებ პასუხისგებლობას ჩვენ თავზე ვიღებ, მე უკვე ეს თუ რაღაცა მოხდა ამის შემდეგ და ეხლა უკვე შევშფოთდები. პირდები სააკაშვილს რომ ნამდვილად გამოვიდა რეზიდენციიდან ამ გადაცემას რამე რო დაემართოს. საკუთარი ხელით ამჯერად. კარგით. და 10-მა ტელევიზიამ ამ წლების განმავლობაში ეს დებატი არ აჩვენა. განმეორებით აღარ აჩვენეს, იმიტომ რომ წამგებიანი იყო ახლა აქტივში ვეუბნებით მიხეილ სააკაშვილს იმ სათქმელს, რასაც შემდგომში მას უფრო მწვავედ და უფრო რიხიანად ეუბნებიან საკუთარი თანამებრძოლები, მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი, მეორე პირი, მესამე პირი, ანუ ისინი ხო ხედავდნენ შიგნით რა ხდებოდა აი ამ სამეფო კარზე, მის ყოფილ თანაგუნდელებზე, ვის დღეს ოფიციალს და მოქმედზეც. ახლა მოქმედი თანაგუნდელი ამან ვინმე რო გააგდოს, როდესაც პოლიტიკური ძალა, გუნდი, მთავრობა თუ პარტია იდეური თანამოაზრეობის პრინციპით არ არის შეყრილი და შეკრებილი, იქ აუცილებლად არის ჩასაფრების პოლიტიკა და ნადავლის გაყოფის სტრატეგია წამყვანი. თუ ნადავლის გაყოფის პროცესში რაიმე ტორტის ან ტკბილი ნაჭერი დააკლდა რომელიმეს, ან არ დაუკმაყოფილეს ინტერესი, ან მისი კაცი არ დანიშნავს გუბერნატორად თუ მინისტრად თუ ელჩად თუ მოტეხეს მილიონიანი უცხოური კრედიტებიდან და გრანტებიდან, რომელიც დღემდე შემოდის და ეს რომ მოხმარებოდა პატარა ნაწილი სრულიად საქართველოს დღეს ჩვენ სხვანაირად ვიცხოვრობდით, აი თუ ვინმეს რამე დააკლდა, დღეს იქ დარჩენილ გუნდში. მე არ ვამბობ წამოსულებზე, ბოდის მოგიხდით, მე მათ არ ვგმობ, ვთვლი რომ მათ უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ ეს, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ რა თქმა უნდა, მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ძალიან დიდი პრეტენზიები ხელისუფლებაში ლიდერად მეორედ მობრუნებაზე. რატომ? იმიტომ რომ ერთხელ ოდესაც იყვნენ ლიდერები და ლიდერის მოადგილეები, ქვეყანა მივიდა აი ამ დონეზე და მათ უნდა აგონ პასუხი იმ გაგებით, რომ უნდა ებრძოლონ რეჟიმს, დახარჯონ რესურსები სულიერი მატერიალური ბოლომდე, იდგნენ ხალხის გვერდით და ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ ლიდერობაზე პრეტენზიები მათ აღარ უნდა ჰქონდეთ წმინდა მორალური კრიტერიუმებით, რადგანაც ინგა თუ ექიმად დაუშვა შეცდომა,
ამას როგორც წესი მოსდევს ავადმყოფის სიკვდილი. პოლიტიკოსის მიერ დაშვებულ შეცდომას მოსდევს ქვეყნის სიკვდილი, დაშლა, განადგურება, დანგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, საყოველთაო შიმშილი, სიღატაკე, უიმედობა. ამიტომ ექიმის და პოლიტიკოსის მიერ დაშვებული შეცდომები სრულ ყოფილ რეაბილიტაციას და ამინისტიას არ ექვემდებარება. კი ბატონო შავა, მაგრამ ეს ადამიანები ამბობენ იგივე ქალბატონი ნინო ბურჯანიძე, რომელიც ჩვენ შემდეგ იქნება ჩვენი სტუმარი, იგივე სხვა ვთქვათ ირაკლი ალასანიასგან მოვისმინეთ ასეთი განცხადება ზურაბ ნოღაიდელისგან, რომ მათ გადაწყვიტეს პოლიტიკაში როგორც ოპოზიცია წასულიყვნენ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა აგვისტოს ომი. ანუ როცა თქვენ ამბობთ, რომ ვიღაცას არ აქვს იმისი უფლება, რომ კონდეს პრეტენზია ლიდერობაზე, თუ კი მანამდე არ იყო მომხდარი ეს ომი, ამ ადამიანებმა მათი განცხადებების მიხედვით მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, როგორც თავადამხმარე. მე არ მინდა რომ დღევანდელი თქვენი ასეთი რეიტინგული გადაცემა, რომელსაც მოუთმენლად ელოდება საქართველოს და გარესამყარო, ხას უსვავ ახლა მთელი კანადიდან ახალ ზელანდიამდე ტელევიზიასთანაა მიმჯდარი სრულიად საქართველოს. გადავაქციო შიდა ოპოზიციური გარჩევების არენად, ეს არ არის დროული, არ იქნება სწორი. კი ბატონო, მაგრამ თქვენ მაინც მოგიწევთ პასუხისგაცემა, ჩემს თუნდაც იცით რა კითხვაზე? რატომ არ მისცეს შალვა ნათელაშვილს სიტყვა? იგივე 26 მაისს მე სხვა ჩვენს ეხაც გავიმეორე პირდაპირ ეთერში ვთქვი, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის იყო ძალიან არასასიამოვნო ფაქტი, იმიტომ რომ შალვა ნათელაშვილი, რომელიც ამდენი ხნის პოლიტიკური ლიდერია, ისე გაუშვეს იმ სტადიონიდან ტაშით, როცა შეეგება მას ხალხი ამის შემდეგ, რომ მას არ მისცეს სიტყვა. რატომ? ინგა დავიწყოთ იქიდან, რომ 26 მაისი შეიძლება ადამიანი დაიბადოს 10 ჯერ ან 100 ჯერ და ნახოს მხოლოდ ერთხელ. ის 26 მაისი, რომელიც სტადიონზე იდგა. იქ იდგა გაზაფხული, იქ ესვენა საქართველოს ცხელი გული, როგორც პოეტი ამბობს, სვეტიცხოვლიდან გადმოტანილი სტადიონზე გადმოვიდა იმ წუთში. იქ იყო გულების და სულების ერთიანობა და იქ უსიტყვოდ უგებდით ჩვენ და ხალხი ერთმანეთს. იქ სიტყვით გამოსვლა არ იყო სტრატეგიული და გარდაუვალი აუცილებლობა, თქვენ ალბათ ნახეთ ჩემი და ჩემი პარტიის ლიდერების, აქტივისტების და ხალხის შეხვედრა. ეს იყო მე ერთხელ ვთქვი კიდევაც და ვიმეორებ, ჩემი პირადი უკვდავება იყო ეს ჩემი პირადი. ვთვლი რომ ცხოვრებაში მეტი მიღწევა, ამაზე დიდი არაფერი აღარ მექნება. ეს იყო ჩემი მეორე დაბადების დღე. პირადად ჩემთვის. ამიტომ სიტყვის არ მოცემამ ნამდვილად არ დამიტოვა რაღაცა რევანშის და ნაწყენობის გრძნობა ჩემი კოლეგა ოპოზიციონერობისადმი. თქვენ კარგად ნახეთ. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რატომ არ თქვენ კარგად ნახეთ, რომ ისევ მონაწილეობთ ჩვენ რა თქმა უნდა ხალხთან ვართ აქციები, მიტინგები თუ რაც არის ყველაფერი. თუმცა ხაზს უსვამთ ყოველთვის, რომ თქვენ არ ხართ ამ აქციების ორგანიზატორი. საორგანიზაციო კომიტეტში ჩვენ დღემდე ამას აცხადებთ. ბატონო შალვა, როგორ აფასებთ იმ რაუნდს ბრძოლისას, რომელსაც ერქვა საგაზაფხულო რაუნდი? რა თქმა უნდა, მე მოგახსენებთ, არასასიამოვნო იყო ის, რომ ჩვენ არ მოგვეცა, მე არ მომეცა საშუალება იმავე წუთს სტადიონიდან მოვფერებოდი ჩემს ხალხს, ჩემს და ხორცს და მქონდა ამისათვის შესაფერისი სიტყვაც გამზადებული, რომელიც პირზე ასე თქვათ შემაშრა. არ აუშავს ეგ არაფერი, მე საღამოს გამოვედი სხვა ტელევიზიაზე და ახლა თქვენთან მომეცა საშუალება. კიდევ ერთხელ მინდა თვითეულ თქვენგანს შემოძვირფასებო, ვინც სტადიონზე მობრძანდით 26-ში და ვინც უკვე რამდენიმე თვეა აი ასე უანგაროდ დაბრძანდებით აქციებზე, მიტინგებზე, დემონსტრაციებზე, აი ამ რეპრესიული ანტიხალხური სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ყველას დიდი მადლობა გითხრათ. თქვენ ხართ შეუცვლელი ადამიანები არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთო საკაცობრიო კულტურისათვის, რადგანაც მთელი მსოფლიო უყურებს რამდენი თვეა ასეულ ათასობით ადამიანის თავმოყრას, როდესაც ერთი ბალახი და ტოტიც არ იმტრევა. და ეს მართლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მინდიას ერი და ბალახი და ტოტიც კი ჩვენი ორგანიზმის ნაწილია. ნამდვილად ასე იყო ყველაფერი, ვიდრე მოხდებოდა ის ფაქტები, რომელიც მოხდა და მე შეგახსენებთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, ასევე ერიკ ტურნიე ჩეხეთის ელჩი და ასე შემდეგ. კი ბატონო, ასე ვთქვათ, სწორად დასვით საკითხი. ამდენად ჩემთვის სიტყვის არ მომცემამ, არ უნდა გამოიწვიოს ოპოზიციურ საერთო სოლიდარობაში რაიმე უკმაყოფილება, ჩემი ეს თხოვნა იქნება ყველას მიმართ. ეგ არ არის ძალიან დიდი პრობლემა, ქვეყნის თავი პრობლემა მიხეილ სააკაშვილი, მისი დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ჩვენი სამშობლო დაშალა, გააღატაკა, გააკოტრა, რეჟიმი, რომელიც ყოველ წუთს ჩადის ზალადობას, რომელიც ყოველ წუთს ტყუის, რომელმაც მოიყვანა ხელისუფლებაში ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური ანტისახელმწიფოებრივი ძალები, რომლებიც შეუდგნენ აი ვირთხებივით სახელმწიფოს ძირის გამოთხრას და გამოჭმას და გარკვეულწილად სამწუხაროდ მიაღწიეს აი ამ მიზანს იმითაც, რომ დღეს უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალსა და სოხუმში ორი დეური აღიარებული სახელმწიფოა.
აი ახლა დავანებოთ თავის ყველაფერს, დავანებოთ თავი იმ სააკაშვილის სიცრუეებს, რომ მან დაამყარა საყოველთაო ჰარმონია და ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვია მისმა მოსვლამ, რომ მისი რევოლუცია იყო დემოკრატიული და თუნდაც აღარ ჯერ ამის რა თქმა უნდა აღარც მის მოკავშირეებს, მათ შორის დასავლეთში, დავანებოთ იმასაც თავი, რომ ურცხვად გვატყუებს დღემდე პრეზიდენტი, რომ ჯანდაც თურმე ლარს გადაიხდი და 100,000 ევროიან ოპერაციას გაიკეთებ. ამას ხო პირდაპირ დღემდე გვატყუებს პრეზიდენტი იმას, რომ კორუმპირებულები განდევნა თავის გუნდიდან. და რა თქმა უნდა ასე არის. ვისი კორუმპირებულია მაშინ ის რა ქვია ბენდუქიძე. ვისი კორუმპირებულია სააკაშვილის დედიზმა ალასანია თბილისის და ბათუმის აეროპორტების და ოქროს მადნის მფლობელი. რა თქმა უნდა მასალები სავსე გვაქვს. ვისი კორუმპირებულია სააკაშვილის ბიძაშვილი ანუ ალასანიას შვილი ნიკა ალასანია, რომელიც იარაღის კონტრაბანდას ეწევა ისრაელიდან საქართველოსში და პერუ. გააქვთ ამის მტკიცებულებები. იგივე კითხვა მე ხელისუფლებას უნდა დავუცვა. როდესაც ნინო ბურჯანაძეზე აკეთებენ ასეთ განცხადებას. მტკიცებულებას ამ წუთში გეტყვით, ერთს აი ეს უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც შემოდიოდა თვითმფრინავები, რომელსაც ყიდულობდნენ მილიონებად ისრაელიდან და რუს მეზენიტებს ანადგურებინებდნენ ცხინვალის და სოხუმის თავზე, ეს სწორედ იმ კონტრაბანდული იარაღის ნაწილია, რომელიც შემოდიოდა საბაჟო პროცედურების გვერდის სავლით და სრულად არაეფექტურად მაგას ჯობდა ის საზენიტო დანადგარების შემოეტანათ, რომელიც რუსულ ავიაციას მოქმედებას გარკვეულწილად შეზღუდავდა და იქ გორში და ცხინვალში ეგეთ ტრაგედიებს არ გვაჩვენებდა, რაც ვნახეთ და რისი წარმოდგენაც კი ძალიან ძნელია. რას ქვია, რომელ კორუმპირებულებზეა საუბარი, როდესაც ვის კორუფციაზე საუბრობს სააკაშვილი, როდესაც მისი ძმები, მეგობრებო, აკონტროლებენ არ მარტო სადაზღვო ბიზნესს და ეს არის მილიარდიანი ბიზნესი. ყველა ვიხდით ამ სადაზღვო, სახანძრო, სამკურნალო, ის რა ქვია, მანქანის, ხის, სახლის, ეს ყველაფერი მილიარდია, ხო? მეორე ძმა ვისოლის მაკონტროლებელია, ხო? რომპეტროლი ამათია, მართალია გოგელი პარტელენის სახელზეა, რომელსაც 5 მილიონი მიაქვს ნაცმოძრაობის ყურებაში აცხადებს, რომ მე ვამაყობ იმით, რომ არც ერთი ჩემი ნათესავი არ ყოფილა მაგალ თანამდებობაზე. ესენი ჩემი ნათესავები არ ყოფილა. ჩემი ნათესავებია, ისინი ჩამოგითვალეთ? ინგა? ჩემი ნათესავებია ესენი, ეს ხო ფაქტია, ეს ხო შიშველი ფაქტია, ხო შიშველი ფაქტია ეს, რომ ბატონი მიხეილის მეცნიერმა დედამ ქალბატონმა, რომელიც მეცნიერის ხელფაზე უნდა ცხოვრობდეს, ხო? ასეა, ეხლა ობამა გახდა პრეზიდენტი შეერთებული შტატების და მისი მამიდა იცით სად ცხოვრობს? სად? უპატრონოთა თავშესაფარში ამერიკის რომელიღაც შტატის მიყურებულ ყურიმაში. პრეზიდენტის დედა არის თქვა წარმატებული თავის საქმეში, რატომ არ უნდა იყოს? შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ რო გახდება წარმატებული და უნივერსიტეტს ააშენებს, თურქულს და გპის კორპუსს იყიდეს, ეს ძალიან საეჭვო წარმატებაა. ეს ძალიან საეჭვო წარმატებაა. მე არ მალაპარაკებს სიძულვილი ვინმეს მიმართ. მე მალაპარაკებს და ჩვენ გვალაპარაკებს ჩვენს პარტიას და ჩვენს გუნდს სიყვარული სრულიად საქართველოს მიმართ და არა სიმპათიურობა იმ პარაზიტების მისამართით, რომლებიც ქვეყანას ღრიან და ხრავენ. კი ბატონო, ვარდოშავა, მე ხელისუფლების ადვოკატი, ეხლა ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მისი სანათესაო და მისი გუნდი. კი ბატონო, ჩვენ 5 წუთი გვჩება არც კი, იმიტომ რომ არ და ძალიან ბევრი რაღაც იყო საფრთხემელი, ეხლა ამასინად სამედიცინო ემზე გამახსენდა. ხო გვიცხადებენ რომ კურნალობა უფასოა, მშობიარობა გახდა ფასიანი. შესაბამისად კატასტროფულად დავარდა შობადობა და უარეს გეტყვით. თურმე 10 რა რო გაიკეთოთ სოფზე და ტეტანუსზე. პირადად მე შემევთქვა ეხლა ეგ ამბო ვარჯიშის დროს მოკლედ მიწიანი ჭრილობა შემექმნა და გამიკეთეს 10 რა. რაღეს იცი? რა. ექიმის ბრალი კი არ არის ეს. სააკაშვილის ბრალია, რომელიც არაფინანსებს ამას 50 ლარი. თუ 50 ლარი არა გაქვთ მეგობრებო, ძალიან გთხოვთ ზაღლებს მოვიდეთ. კარგი. სოფი გაგიჩნდებათ და მე იმცობს კიდე ჯვარი გეწეროთ, სხვას გადაზდებთ. აი ესეთი ჯანდაცვის სისტემა გააკეთა სააკაშვილმა. იცით როგორი განათლების სისტემა გააკეთა სააკაშვილმა? უნივერსიტეტი გადააქცია ტექნიკუმად. ხოლო სკოლები დაშალა. ისტორია და გეოგრაფია რო ერთი საგანი იქნება ხალხო. რა კავშირშია მითხარი დედამიწის სეისმური ტალღები ნელსონის გამარჯვებასთან ესპანეთის ფლოტის წინააღმდეგ? კარგით, ესეთი კითხვები ახლა მე არ დავიწყებ. ისტორია და გეოგრაფია ერთი საგანია, ინგა სკოლაში ხო გახსოვთ რომ საცალკე მეცნიერებებია. ერთი შეისწავლის დედამიწის გეოლოგიურ აგებულებას, მანტიას, გეოსტრატეგიულ სივრცეს, მეორე შეისწავლის კაცობრიობის განვითარების ობიექტურ პოლიტიკურ კანონებს. ეს გააკეთეს ერთ საგნად და სამაგიეროდ შემოსული 60 მილიონი უცხოეთიდან, რომელიც განათლების რეფორმას უნდა მოხმარებოდა, შეღლაპეს ნაწილი სააკაშვილმა, ნაწილი მისმა დედამისმა უნივერსიტეტი აშენა თურქული თბილისში და სააკაშვილი ესწრებოდა გახსნას, ამოწიეთ ის კადრები. ნაწილი ბატონმა ლომაიამ სანტექნიკოსმა, წარმატებულმა დიპლომატმა და განათლების შემდგარმა მინისტრმა გააყოლა ხელს ნიუ-იორკში, ეხლა გამოდის, აკეთებს სულელურ განცხადებებს გაეროს გენერალური მდივნის წინააღმდეგ, რომელსაც უნდა ვეფერებოდეთ
ხელისუფლება უნდა ეფერებოდეს, მე კი უნდა რას ვაკეთებ. ნიშნავს უნდა ვეფერებოდეთ? თუ უნდა კი ვეფერებოდეთ იდება იმის ისეთი გამო, ტიპის რომ ხვალ. რეზოლუცია, რომ თქვა უარეს დაგიწერენ ხვალ. რას ნიშნავს უარეს დაგიწევ? ხო უნდა გააპროტესტო ბატონიშალა. კი უნდა. როგორც ქვეყანამ პროტესტი ხო უნდა როგორც ქვეყანამ უნდა გააპროტესტო, მაგრამ ერთში რო ხარ გაეროში, ერთობა ნიშნავს რას? ძალიან დიპლომატიურ საუბარს და მოფერებით საქმის გაკეთებას. პოლიტიკოსობა ნიშნავს აი თქვენთან გამოსვლას და მკაცრ საუბარს. როცა ერთში ვერასხოვებს საკუთარ ფუნქციებს პოლიტიკოსის ფუნქციისაგან და ოპოზიციონერის ფუნქციისაგან და თავისი უჭყო განცხადებებით პრეზიდენტიც ეგეთია და ეხლა როგორც პრეზიდენტია ისეთია მთელი ეს ქვემდგომის სისტემა. მოგეხსენებათ სტალინმა ერთხელ გაიკეთა გასტუკი თურმე და მეორე დღეს მთელი რაიკომის პირველი მდივნები გამოცხადდა გასტუკებით. მერე ჩაიცვა ისევ კიტელი და ყველა კიტელით მოვიდა. ნუ ეხლა სტალინის საქმეს აკეთებდა და კაცობრიობა სოფლიომს ასე ვთქვათ გადაარჩინა ფაშიზმს სოფლიომში გამარჯვებით, ხო? სააკაშვილმა, რომელიც აპირებდა სტალინის ძეგლის აღებას, იმას შემოიყვანა რუსები, ეხლა თუმე სტალინს შემოუყვანა ეხლა რუსები. გახსოვთ ხო მის შემდეგ? სააკაშვილმა ცხვირწინ დაგვიყენა უცხოური მტრის ტანკები 40 კილომეტრში აი ამ სტუდიიდან და ამის შემდეგ სააკაშვილი ბედავს და აცხადებს იმას, რომ ის არ გადადგება და ის უნდა იყოს პრეზიდენტი. მაინც ეს არის ბოლო კითხვა. თქვენ ამბობთ რომ არა, აი ამ თქვენი განცხადებების მიუხედავად ბატონშალვა მაინც იგი არის პრეზიდენტი და მე წეგან შეგახსენეთ ის განცხადებები, რომელიც გააკეთეს ელჩებმა, დღევანდელი თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, ერიკ ფურნიეს გუშინდელი განცხადება, ჩეხეთის ელჩის განცხადება და მაინც ჩვენ ვხედავთ რომ ეს ადამიანი აი ამ განცხადებების საპროტესტო გამოსვლების ძალიან დიდი დაპირისპირებების მიუხედავად კვლავ არის პრეზიდენტი და საელჩოების მხრიდან კეთდება ასეთი მკვეთრი განცხადებები. მე მგონი მეორება აღარ არის საჭირო. ეს არისო ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საპროტესტო აქციის ლიდერთა ადრინდელ განცხადებებს არაძალადობრივ მოქმედებაზე და ასე შემდეგ. ანუ ისინი ამით უჭერენ თუ არა მხარს. მე ამ განცხადებებს გავეცანი, ალბათ არ არსებობს დედამიწაზე პოლიტიკური ძალა თუ დიპლომატი და თქვათ მოაზროვნე ადამიანი თუ ინტელიგენცია თუ მუშა თუ გლეხი თუ ნებისმიერი ფენის წარმომადგენელი, რომელიც ძალადობას მოიწონებდა გარდა კონკრეტული რაღაცა პატარა ჯგუფისა. ძალადობას, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, არავინ არ მოიწონებს, მაგრამ არის ერთი მაგრამ. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი არბევდა ჩვენს ხალხს ქიმიური იარაღით. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი შემოგივარდათ იმედის ეთერში. როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა პოლიტიკური პატიმრებით გაავსო საქართველო. როდესაც სააკაშვილის რეჟიმი მე შემომივარდა სამასკაცელის სპეცრაზმით სახლში, ეხლა ეს ხო ცნობილი ფაქტია რა. და როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა აი ამდენი ახალგაზრდობა ჩახოცა, როცა სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა საკუთარი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ესაც ხო ფაქტია ხალხო. შეგიძლიათ ამის დადასტურება. რას პირველმა ჩვენ არ შეგვიძლია ამბავი ყველა რო გაჩვენებული. როდესაც ამბობთ რომ რას ვიყნობოდეთ, იყიდებოდა საქართველოს საზღვაო კომპანია ამის თაობაზე მოვიდათ უთანხმოება და გარჩევის დროს მოკლეს კაცი. აი ეგ არის მთელი ფაქტი. ვინ მოკლა და სააკაშვილის დაჯგუფება, რომელსაც არ უნდოდა რომ ეს საზღვაო კომპანია ჩავარდნილიყო მეორე ჯგუფის ხელში. კარგით. აი ესია ეს საქმე და ძალიან კარგად იცოდნენ ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა, ჩვენმა დასავლეთელმა ელჩებმა და მოკავშირეებმა, მაგრამ არ გმოვდე, როცა სააკაშვილი შევარდა პარლამენტში შეერაღებული ხალხით, შევარდა ტყვე გაუმტარეს გაბერილის რო ქონა მუცელი, მე ვფიქრე ბევრი ჭავამეთქი თურმე ის ქონია კიდე ტყვე გაუმტარი ჟილეტი. ისა პერანგი რო შევარდა შიგნით ბღავილი და ვარდით ხელში. ეს არ იყო ძალადობა, როცა ოკუპაცია გააკეთა კანცელერის და პარლამენტის შენობების. აი მაშინ უნდა დაგეგმოთ ჩემო ძვირფასო ელჩებო, ჩემო ძვირფასო დასავლეთო, ეს ძალადობა და მაშინ უნდა გწოდნოდათ რომ ეს იყო არა ვარდების ხავერდოვანი რევოლუცია, არამედ იყო ძალადობა, ეს იყო შეერღებული ფორმირებების თარეში და უნდა გწოდნოდათ რომ ძალადობა შობს ძალადობას, რომ ვიღაცა აიღებდა ამ ცუდ მაგალითს მისგან. რა თქმა უნდა, აი ეს რომ მაშინ გაგეთვალისწინებინათ, არც ქვეყანა ჩავარდებოდა ამ დღეში, არც თქვენ ჩაგეყრებოდათ მილიარდიანი ინვესტიციები სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსაყვანად ჩადებული და ჩვენს გადაგვირჩებოდა ტერიტორიები, უამრავი ახალგაზრდა და უამრავი ხალხი და ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ღვთისმშობლის წინხოდრი ქვეყანა ჩვენი საქართველო გადარჩება, ყველაფერი იქნება კარგად და მე კიდევ ერთხელ, სანამ თქვენ დამისვავდეთ ბოლო შეკითხვას, მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, ბატონო მიხეილ, გაიხსენეთ რუსთავ ორში ჩვენი დებატები. გავიმეოროთ, მე კიდევ ერთხელ გიწევთ. წამოყვანინეთ თუ დაგთავაზეთ. მე კიდევ ერთხელ გიწევთ ინგასთან, აი ამ სტუდიაში დავждეთ, დავასაბუთოთ ყველაფერი, დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ თქვენ დარჩენილი გექნება ზნეობის იმდენი პატარა პროცენტი, რომ აუცილებლად გადასდგებით და
ხალხიც ამოისუნთქებს და საკუთარ ტყავსაც გადაერჩევს. დიდი მადლობა. მე მინდა გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა ბატონო შალვა. დიდი მადლობა რომ თქვენ არსებობთ. რას ბრძანებ? ძალიან დიდი მადლობა. მინდა გისურვოთ წარმატება. აქედან გაბრძანდეთ შეგიძლიათ და კიდევ თუ გექნებათ რაიმე მსგავსი საინტერესო მასალა შეგიძლიათ მოგცეთ ხოლმე. აუცილებლად უზრუნველყოფთ რომ მაყურებელს შევახსენოთ. ძალიან დიდი მადლობა. მაშასე თქვენ უსმენთ შალვა ნათელაშვილს, მე მას წარმატებებს უსურვებ. რეკლამის შემდეგ კი გადაცემას განაგრძობს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ნინო ბურჯანაძეს ხელისუფლება კრიმინალურ ფულთან კავშირსა და ქვეყანაში დაპირისპირების მცდელობაში ადანაშაულებს 2 დღის წინ რუსთავი 2-ის ეთერში გოკა გაბაშვილის განცხადებების გამო რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ბურჯანაძე მას სასამართლოში უჩივლებს რა მტკიცებულება აქვს ხელისუფლებას ამ ყველაფერზე რეკლამის შემდეგ სულ რამდენიმე წუთში. მოთხარით, თვითფასო ნინო, როგორ უნდა აუხსნა საზოგადოებას შალვა ობგაიძე რატო ბრუნდება ეხლა საქართველოს პარლამენტში, იმიტომ რომ შენი თუ შენი ოჯახის რომელიმე წევრის მეგობარია? რაც მეტ ადამიანის დაშინებას შეეცდებიან, მით უფრო მალე დამთავრდება ეს რეჟიმი. რაც უფრო შეეცდებიან, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენონ, მით უფრო საკადრის პასუხს მიიღებენ. რას უპასუხებს საქართველოს პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძე, ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი კრიმინალური წარმოშობის რუსული ფულით საკუთარ მეუღლესთან ერთად ზონდერ ბრიგადებს ხმის და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების სცენარს ამზადებს. პასუხები პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისგან ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური კვირა. ჭუბი უნდათ მიიღებენ, ბრძოლა უნდათ მიიღებენ, კვერცხი უნდათ მიიღებენ, სხვანაირად არ გამოვა. ხობეზე ნუკი მიძვრება, გვეუბნებით ახლა გიხსნით კარებს, შემოდი და დაჭერ და შენ მიიღე ამაში მონაწილეობა. აქვს თუ არა ხელისუფლებას შესაბამისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ქვეყანაში კრიმინალური წარმოშობის ფულით არეულობა მზადდება, რატომ აირჩია სააკაშვილის გუნდმა მთავარ სამიზნედ ყოფილი თანაგუნდელები და ელიან თუ არა რომ პრეზიდენტის შეთავაზებას რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი პირველ არხზე პოლიტიკურ კვირაში. ივნისიდან 28 ივნისამდე პირველი არხის ეთერში პირველად აფრიკის კონტინენტზე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალური რეპეტიცია ყველა კონტინენტის ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონი და მასპინძელი კონფედერაციის თასისთვის იბრძვია ბრაზილია, ესპანეთი, იტალია, სამხრეთ აფრიკა ვინ გახდება უძლიერესთა შორის 14-დან 28 ივნისამდე არ გამოდავალთ და ისიამოვნეთ დიდი ფეხბურთი პირველ არხზე პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ
ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში, გადაცემას განვაგრძობ ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან საუბრით. ქალბატონ ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. გთხოვ დაეკავოთ თქვენი ადგილი. კრიმინალური წარმოშობის რუსული ფულით ნინო ბურჯანაძე და მისი მეუღლე ქმნიან ზონდერ ბრიგადებს და შემდეგ ამ ადამიანებს უხდიან ფულს. დაახლოებით ასეთი ტიპის განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ ამ დღეებში, ზუსტად 2 დღის წინ რუსთავი 2-ის ეთერით გაკეთებული და მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, არის თუ არა ეს უпростоრედ მართალი, რომ თქვენ აპირებთ სასამართლოში შეიტანოთ სარჩელი გოკა გაბაშვილის წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ის რაც ბატონმა გოკა გაბაშვილმა ილაპარაკა, ის რაც ვარაუდის სახით დაწერა გაზეთში ბატონმა დავით ბაქრაძემ, ის რაზეც ადრესაუბრობდა ბატონი გივით არგამაძე, ეს არის ერთიანი, ესე ვთქვათ, სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მოდის უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და რომლის მთავარი ამოცანაც არის პირადად ჩემი ოჯახის და ჩვენი პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაცია. გასაგებია ეს ყველაფერი რატომ ხდება ალბათ? რატომ ხდება ქალბატონი? ძალიან მარტივია მიზეზი. რატომ თქვენი და თქვენი ოჯახის იქ სხვა შორის ამ დღეებში იყო ნახსენები იგივე ირაკლი ოქროაშვილი, იგივე ზურაბ ნოღაიდელი გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ აი ყოფილ თანაგუნდელებს შეუტია პრეზიდენტის. მე საინტერესო სქემას გეტყვით გადაცემის ბოლოს ქალბატონი ინგა, რაც შეეხება თავისთავად რატომ აინც ადამიანი ჩვენ ნათელი გახდა ჯერ კიდევ მარტის თვიდან, რომ გამალებული ბრძოლა არის სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ, იმიტომ რომ სააკაშვილს ნამდვილად ყველაზე მეტად ეშინია ბურჯანაძის და ეშინია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსი. სწორედ ამიტომ არის მთავარი ამოცანა ჩვენი დისკრედიტაცია, ქვეყნის შიგნით ეს ახლა ნაკლებად გამოზდით, იმიტომ რომ ხალხი ესე თუ ისე მართლა ყველაფერს იგებს. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, მაგრამ ხელისუფლების ერთი მიმართულება არის წასული იმისკენ, რომ მოახდინონ ჩვენი დისკრედიტაცია და პირადად ჩემი დისკრედიტაცია საზღვარგარეთ, იმიტომ რომ იციან ძალიან კარგად ჩემი ავტორიტეტის ფასი, ძალიან კარგად იციან, რომ ეს ავტორიტეტი დღესაც ძალიან მყარია და ძალიან საშიშია მათთვის და აქედან გამომდინარე ცხადია ცდილობენ, რომ ბურჯანაძე წარმოაჩინონ როგორც რადიკალი, როგორც მარგინალი, როგორც ადამიანი. რადიკალიზმი, არ ვიცი მე ხო, მაინც და მაინც ცუდი დატვირთვით ამ შემთხვევაში ამ სიტყვას არ ვხარო, მაგრამ რადიკალიზმი თქვენი მხრიდან სახეზია, თუნდაც იმ თვალსაზრისით ქალბატონ ნინო, რომ მაგალითად როდესაც არის დიალოგზე საუბარი პრეზიდენტთან შეხვედრაზე ან რაღაც პოლიტიკურ შეხვედრებზე, თქვა თქვენ ყოველთვის მოლაპარაკების წინააღმდეგი გამოდიხართ ხოლმე. ინგა, მე ძალიან მაინტერესებს ვის უნდა ველაპარაკო. იმ ადამიანს, რომელიც ერთი ხელით დიალოგს თავაზობს, თან გაუგებარ დიალოგს თავაზობს და მეორე ხელით აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს პოლიტიკური მიზნით იჭერს. ვის უნდა ველაპარაკო? იმ ადამიანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღეც არის ამ ქვეყნისთვის საფრთხე. მე სანამ ჯეროდა რომ ამ ადამიანთან საუბარი შეიძლებოდა, სანამ ჯეროდა რომ დიალოგით რაიმეს გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთე, მათ შორის ჩემი საკუთარი პირადი ავტორიტეტის და ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩემი ახლობლების, მეგობრების და ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულების ხარჯზე. მაგრამ როდესაც მე დავწმუნდი იმაში, რომ დიალოგი ამ ადამიანთან შეუძლებელია, იმიტომ რომ თვალებში გიყურებს და გატყუებს, როგორ უნდა წარმართო მე მასთან დიალოგი? ეხლა მე უდანაშაულო ადამიანების ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მინდა რას გულისხმობთ ქალბატონ ნინო, მაგალითად ისაც ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ იგივე მოვლენები, რომელიც განვითარდა პარლამენტის წევრებზე, პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმართებაში და ასე შემდეგ. უკაცრავად ქალბატონო ინგა, ეს ამ დღეებში არ დაწყებულა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ თუნდაც როდესაც თებერვალში, მარტში ადამიანები დაპატიმრებულნი იყვნენ ყოველგვარი ბრალდების და არგუმენტების გარეშე, ეს ადამიანები ნამდვილად ყვილად ხედან ციხეში. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ უამრავი ადამიანი მარტო იმიტომ ზის ციხეში, რომ მიტინგზე დადიოდა და ზოგს იარაღი ჩაუდეს, ზოგს ნარკოტიკი ჩაუგდეს. არც ერთი ადამიანი მომიტინგეების გარდა არ არის დაპატიმრებული, მიუხედავად იმისა, რომ ასობით თავდასხმა იყო მომიტინგებზე, მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალური ბანდები 28-ში ძალიან საინტერესო იქნება სხვა შორის მისი პასუხები. 28-ში თავს დაგვესხნენ ეგრეთ წოდებული პოლიციელები სამოქალაქო ტანსაცმელში და მეორე დღეს დაკავებულნი იქნენ დაზარალებული მომიტინგეები, მაგრამ არა ის ადამიანები, ვინც ეს მომიტინგეები დააზარალა. თქვენ ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი და სწორედ ამას გულისხმობ. ამავდროულად ერთ რამეს ვიტყოდი. ვის უნდა დაუჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან ადამიანს, რომელმაც იმის შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთი პრაქტიკულად, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი დაგვაკარგინა, პრაქტიკულად აფხაზეთი დაგვაკარგინა, ეხლა მამისონის უღელტეხილზე მდებარე ჩვენი ტერიტორია 18 კილომეტრი, ისე გადასცა ხელისუფლებას, რომ რუსეთს რომ პრაქტიკულად ამის შესახებ რას გულისხმობთ ქალბატონო? რას ნიშნავს, რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ მამისონის უღელტეხილზე იყო ჩვენი საზღვარი, სადაც იდგნენ ჩვენი მესაზღვრეები, რომლებსაც არ დაუტოვებიათ თავიანთი პოსტი შარშანაც კი ომის შემდეგ.
და ნოემბრამდე ვიდრე არ დაიკეტა მამისონის უღელტეხილი მესაზღვრეები იქ იდგნენ და დღეს მესაზღვრეები ჩამოვიდნენ ეგრეთ წოდებული მეტეოროლოგიური სადგურიდან, ჩამოინაცვლეს ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 18 კილომეტრით ქვემოთ, ააფეთქეს კიდევ ხიდი და პრაქტიკულად 18 კილომეტრი რუსეთის ესე ვთქვათ მეთვალყურეობის და რუსეთის იურისდიქციის თუ დე-ფაქტო განგებლობის ქვეშ არის. ამას გულისხმობ, როცა ლაპარაკობ იმაზე, რომ შეუძლებელია ამ ხელისუფლებასთან დიალოგი, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების გამო ყოველდღე არის იმისი საფრთხე, რომ დაიკარგოს დამატებითი ტერიტორია, ყოველდღეა იმისი საფრთხე, რომ დამატებითი ბერკეტები გადაეცეს რუსეთ ხელში, ყოველდღეა იმის საფრთხე, რომ უდანაშაულო ადამიანი ან იცემოს, ან დაპატიმრებული იქნას, ან კიდევ რაღაცა სხვა უფრო მეტი უბედურება დაემართოს. ამაზე არის საუბარი. გასაგებია ქალბატონო ნინო, მაგრამ თქვენ აი ვთქვათ იგივე ის ფაქტი მოხდა ახალგაზრდების დაპატიმრება და ჩვენ მოვისმინეთ იგივე ირაკლი ალასანიას განცხადება, ვთქვათ მოვისმინეთ შალვა ნათელაშვილის შეფასება, მე მაინტერესებს ახლა თქვენი ის ფორმა რა ჩვენ ვნახეთ იყო ეს თქვენთვის მისაღები, გულისხმობ პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტებს, რომელზეც საჩოვის განცხადებები გაკეთდა და აღარ გავიმეორებ მე ამ განცხადებებს. რა თქმა უნდა, როდესაც ლაპარაკობთ ერთ კონკრეტულ ფაქტზე, თუ ჩვენ ამ ფაქტს კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხილავთ, კონკრეტულად თქვა ქვის როლას. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ადამიანი კმაყოფილი იყო და მოგწონდეს, რომ ვინმე მეორე ადამიანს ქვას ესვრის, იმის და მიუხედავად ის თანამდებობის პირია თუ არა. მაგრამ კონტექსტია ეს საკითხი განსახილველი. კონტექსტი ნიშნავს იმას, ჯერ ერთი მოდით ვნახოთ კარგად კადრები, ვინ დაიწყო ქვის როლა და პირველად ვისი მხრიდან იყო ძალადობის ფაქტები, იმიტომ რომ ახალგაზრდების მხრიდან პირველად ძალადობის ფაქტები არ იყო, იყო გამოყენებული მხოლოდ კვერცხი წყალი, რომელიც როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, თურმე კარგი ხუმრობის ობიექტი ყოფილა და შეძახილები, მაგრამ ძალადობა დაიწყო სწორედ მეორე მხრიდან. კარგად უნდა იცოდეს ხელისუფლებამ, რომ როდესაც ის დათესავს ქარს, აუცილებლად მოიმკის ქარიშხალს, რაზეც ვლაპარაკობ მე, როცა ვამბობ, რომ ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუ ვითარება კონტროლიდან გამოვიდა. ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუ ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადავიდა, იმიტომ რომ როდესაც ახალგაზრდები ან ადამიანები ხედავენ, რომ ქვეყანაში არის აბსოლუტური დაუსჯელობის სინდრომი, როდესაც ადამიანები ხედავენ იმას, რომ იჭერენ ადამიანს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, როგორც მაგალითად დაიჭირეს საუბარი, რის გამოც მოხდა ვთქვათ მათი დაპატიმრება. წინა ფაქტებზე ვამბობ, ანუ რა მიიყვანა ეს ახალგაზრდები, თუნდაც ამ რადიკალურ ფორმამდე. როდესაც იჭერენ მაგალითად ჩემი ოფისის თანამშრომელს გოჩა ციკლაურს, პოლკოვნიკს, რომელსაც 3 გაფორმებული იარაღი უდევს ინგა სახლში. და უდებენ გაუფორმებელ ტეტეს მანქანაში. ეს ხომ აბსოლუტურად ნიშანია იმისა, რომ ეს არის შეთითხნილი ბრალდება იმისათვის, რომ ბურჯანაძის გვარი ჩაჯდეს იმ სქემაში, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებასთან და იარაღთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო გადატრიალებასთან და იარაღთან მიმართებაში მე მინდა კიდევ ერთხელ უბრალოდ გავახსენო მაყურებელს, კრიმინალური წარმოშობის ფულით, რუსული ფულით იქმნებიან ჯგუფებით, საეჭვო წარმომავლობის ფულია ეს, იქმნება საეჭვო სტილი და ქვეყნის ორად გახდეჭის და დაპირისპირების მცდელობა. ეს იყო ის განცხადებები, რომელიც თქვენ წინააღმდეგ მოვისმინეთ ხელისუფლებისგან, იგივე ებრალიძეზე იყო საუბარი, ვთქვათ ფინანსურ კავშირებზე, ლევან პირველზე იყო საუბარი და ზოგადად იმაზე, რომ ნინო ბურჯანაძე, არა, ეს ბოლო პერიოდი სულ გვესმის, რომ ნინო ბურჯანაძე იღებს ფულს კრიმინალური წარმოშობის ფულს. ქალბატონო ინგა, ეს არის ბინძური პროვოკაცია. ჩვენ ვნახეთ იარაღის კადრები ქალბატონო ნინო და თქვენი განცხადებები მაშინ, რომ აი ჩემი პარტია ისა პოლიტიკური გუნდის წევრებისო დაპატიმრებები დაიწყო და საღამოს მერე გაკეთებული განცხადებები. პოლიტიკური გუნდის წევრების მიმართ არც ერთის მიმართ დადასტურებული ბრალდება არ აქვთ და ჩვენ ვნახეთ 4 კადრი, საიდანაც 2 ადამიანი საერთოდ არ იყო ჩემი პარტიის წევრი. და ეს ცალკე განხილვის თემა არის. მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, აი ამ ბრალდებაზე, რაც სააკაშვილმა გაბედა და ჩემს მიმართ გამოაცხადა, აღძრულია სარჩელია შეტანილი სასამართლოში და სააკაშვილს მოუწევს ამ სარჩელზე პასუხის გაცემა საქართველოს სასამართლოში თუ არა, სტრასბურგის სასამართლოში მაინც აუცილებლად მოუწევს დასაბუთება. რაც შეეხება გოკა გაბაშვილს, ახლა მე ნამდვილად არ ვაპირებ მის აბსურდულ ბრალდებებზე დეტალურად საუბარს. ჩემთვის გოკა გაბაშვილი ნამდვილად არასოდეს დიდი პოლიტიკოსი არ ყოფილა და მით უმეტეს ამ განცხადებების შემდეგ. კი, მაგრამ გოკა გაბაშვილი საკუთარი პირით საუბრობს მხოლოდ სწორედ მაგას გეუბნებით. სააკაშვილის განცხადებები სწორედ მაგას გეუბნებით, რომ ნეპოტიზმთან დაკავშირებით სწორედ მაგას გელაპარაკებით.
ვიტყოდით, რომ გოკა გაბაშვილი, ბაქრაძე და სხვები საუბრობენ სწორედ რომ სააკაშვილის პირით, იმიტომ რომ რეჟიმია ქვეყანაში შექმნილი ისეთი და სისტემა, რომ ყველა საუბრობს ერთი ადამიანის პირით, ყველა საუბრობს ერთი ადამიანის მოსაწონი ფრაზეოლოგიით, ყველგან იდგმება ის შადრევნები, რომელიც ამ ადამიანს მოწონს და ასე შემდეგ. გოკა გაბაშვილი ჩემთვის ნამდვილად არ არის პოლიტიკოსი, იმიტომ რომ პოლიტიკოსები ფხიზელ მდგომარეობაში ესე არ ბოდავენ, როგორც ბატონი გოკა გაბაშვილი ბოდავდა იმ გადაცემაში. ბატონი გოკა გაბაშვილი იყო აბსოლუტურად დიახ, უჩვეულო ტონია, მაგრამ როცა ასეთ ბინძურ პროვოკაციებს კადრულობენ, სამწუხაროდ გიწევს ხოლმე ადამიანს შესაბამისად ადეკვატურად თუ არა, მიახლოებულად ადეკვატურად მაინც უპასუხო. ბატონი გოკა გაბაშვილი ასრულებდა აბსოლუტურად ბინძურ დაკვეთას, პრეზიდენტის ბინძურ დაკვეთას ასრულებდა. მინდა გითხრათ, რომ სადა ძალიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას ადეკვატური შეფასება ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და ამ ბინძური ცილისწამებისთვის, ბინძური პროვოკაციისათვის და ბინძური დაკვეთის შესრულებისათვის მას აუცილებლად მოუწევს სასამართლოში მიბრძანება და პასუხების გაცემა და არგუმენტების დადება. ჩვენი პოლიტიკური პარტიის დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს პოლიტიკური საბჭო შეიტანს ამ დღეებში სარჩელს ბატონი გოკა გაბაშვილის წინააღმდეგ და აუცილებლად მოუწევს მას და მისთანებს ამ ბინძურ პროვოკაციებზე პასუხების გაცემა. ისე ქალბატონინგა თქვენ ეხან რადიკალიზმი და რადიკალური განცხადებები ბრძანეთ და ქვისროლასთან დაკავშირებით არ იქნება ცუდი შევახსენოთ საზოგადოებას ქვისროლა საერთოდ საიდან მოდის, რადიკალიზმი საიდან მოდის ამ ქვეყანაში და ქვისროლა ვისი დაწყებულია საქართველოში. მე მინდა გთხოვოთ, თქვენ გაქვთ კადრები, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის და მე მინდა გთხოვოთ ახლა გავუსვათ. კი ბატონო, მე მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ქალბატონმა ნინომაც ისევე როგორც გია თორთლაძემ ამას წინათ და დღეს ასევე შალვა ნათელაშვილმა მოგვიტანა ერთ-ერთი რეპორტაჟი, ეს არის რუსთავიორის ერთ-ერთი რეპორტაჟი რევოლუციის წინადღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხება და რასაკვირველია, მას შემდეგ რაც ჩვენ ვნახეთ ეს რეპორტაჟი იყო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მე მინდა თქვენთან ერთად გავიხსენოთ, თუ არ ვცდები, ეს რეპორტაჟი ეკუთვნის ჩემს კოლეგას ირმა ნადირაშვილს რუსთავიორით. ეს იყო დღევანდელი ომის ამსახველი ყველაზე უფრო მძიმე კადრები. თქვენთან ერთად ითვლოდნენ ტყვიასაც, ათობით დაშავებული ადამიანი დალეწილი მანქანები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯიპიც. ასე მოექცა ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბოლნისის რაიონში ამორჩეულთან შეხვედრა უნდოდათ. მიხეილ სააკაშვილმა თბილისიდან 200-მდე აქტივისტი ჩაიყვანა. მათ შორის იყვნენ შეიარაღებულებიც. ხელისუფლებამ კი ნაციონალებს ის ადამიანები დაახვედრა, ვისაც იარაღის ტარების უფლებას კანონი ანიჭებს. პოლიცია უშუალო მონაწილე იყო ყველა პროცესისა, პირველი კორდონი ბოლნისის რაიონის შესასვლელში გახდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილმა თავის გამგებელს შეუტია. Так можно, слушай? Так можно? შეტაკება პოლიციასთან ხდება. კომენტარს ვერ გავაკეთებ. რატომ მოიყვანეთ პოლიცია? პოლიცია მოვიყვანა, არ მომიხდეს იმის გამო მოვიყვანე პოლიცია. მე არ გადავიკეთე. არ გადავიკეთე, გზადებ მოვიდე გავხსენე. ნუ და გავხსენე პოლიციელები გელა. ბატონო ვიშა უნდა გავხსენე. ხარ ბანდიტი მაო. პოლიციელები ბანდიტო. ჩვენი აქციები იქნება ხასტეს მშვიდობიანი, მაგრამ მინდა გავარქილო ყველა პოლიციელი, მინდა გავარქილო ნარჩევაშვილი, მინდა გავარქილო ქვეყნის მთავარი და ყველაზე სტაჟიანი პოლიციელი შევარდნაძე. თუ ერთ ადამიანს მაინც ერთი თვა ჩამოვარდება, თუ ერთი რეპრესია მაინც განხორციელდება, თუ რომელიმე დაგავე რომელიმე პოლიციის განყოფილებაში,
წევია და დღე მიშა სააკაშვილი ათასობით მომხრეებთან შევა და გადავქელავი პოლიციას, რომელიც უგემრობა. მაშასე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში. მე მინდა ირმა ნადიროშს მოუხადო ბოდიში, რომ მასთან უკითხავად, უпростоრით მასთან შეთანხმების გარეშე გამოვიყენეთ რაღაც მონაკვეთი მისი რეპორტაჟიდან, თუმცა ეს მასალა მოგვაწოდა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ და შესაბამისად საავტორო უფლებები ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ არის დარღვეული მასალის გამოყენებაზე. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გრჩება. ქალბატონ ნინო, რისი თქმა გსურდათ ამ კადრებით? პირველ ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ კადრების ეთერში გაშვებისათვის, იმიტომ რომ მესმის რომ ეს თქვენთვისაც მარტივი არ იქნება. ამით მინდოდა იმის თქმა, რომ შემეხსენებია საზოგადოებისათვის, ვინ არის რადიკალი. რადიკალი არის ის ადამიანი, ვინც ასე ეთერიდან მოუწოდებს, რომ წავა და პოლიციას გადათელავს. არც ერთხელ არც მაშინ. დიახ, მაგრამ ეხ მას არ ვიღებდი და თავჩაღუნული ვიდექი სწორედ იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელი იყო მაშინაც და დღესაც ასეთი რიტორიკა. და რადიკალების მაშინ ქალბატონო ინგა, მე არა მარტო მაშინ ვეუბნებოდი, ძალიან ბევრ ამას სააკაშვილს. გეხართ, ესე იგი იზიარებდით მაშინდელ პათოსს. ეს ამას ყოველთვის ნამდვილად არ ნიშნავს. ყველა ადამიანს თავისი საკუთარი ენა, იმიტომ აქვს თავისი აზრი გამოთქვას და გვერდით დგომა არ ნიშნავს აზრის გათავისებას და ძალიან ბევრ ამას არა მარტო მაშინ, არამედ მერეც ვეუბნებოდი სააკაშვილს. ხოთა შორის არის კიდე სხვა კადრები, მათ შორის კადრები, სადაც სააკაშვილი მიმართავს პრეზიდენტ შევარდნაძეს და ეუბნება, რომ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დაკარგეთ საქართველოს ტერიტორიის 1/13 და ეხლა თქვენი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის აპირებთ, რომ დანარჩენი საქართველოს დაანგრიოსო. აი ამჯერად მე გავაკეთებ სააკაშვილის სიტყვების ციტირებას, ან მექნება შესაძლებლობა სხვა ეთერშიც გავუშვათ ეს და ბევრი სხვა კადრები სააკაშვილისგან განსხვავებით მე არგუმენტებით ვსაუბრობ. რამდენი პროცენტი მიამატეთ ბატონო პრეზიდენტო შევარდნაძის დაკარგულ საქართველოს ტერიტორიის 1/13-ს? მიამატეთ ახალგორი, მიამატეთ პერევი, მიამატეთ ეხლა მამისონი, რას მიამატებთ კიდე ხვალ და ზეგ? და 2013-მდე როგორც თქვენ ამბობთ, თქვენი დარჩენის შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს, ინგა. იმიტომ რომ მისთვის ამ ადამიანისათვის აბსოლუტურად მთავარია მართლაც ხელისუფლების შენარჩუნება და სხვა არაფერი. ხმა არ ამოუღია ხელისუფლებას. მამისონის უღელტეხილზე ისე ჩამოვიდნენ რუსები. ხმა არ ამოუღია და ეს ხელისუფლება ბედავს და ვინმეს ელაპარაკება რუსულ ინტერესებზე? ეს ხელისუფლება ბედავს და ვინმეს ელაპარაკება რუსულ თქვენ კატეგორიულად გამორიცხავთ ჩვენი დრო თითქმის ამოიწურა მე მინდა ეს კითხვა მოვასწრო კატეგორიულად გამორიცხავთ რაიმე კავშირს თქვათ რუსეთიდან შემოსულ კრიმინალურ კიევსა და მოსკოვში შეხვედრებზე იყო საუბარი და კატეგორიულად გამორიცხავ ქალბატონო ინგა და საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია ნამდვილად ამ თემაზე საუბარი იმდენად აბსურდია ესა და გარწმუნებთ ელემენტარული საბუთი რომ ქონოდათ ამისი ხელისუფლების დიდი ხნის დადებული ექნებოდათ უბრალოდ ხელისუფლებას და სხვათა შორის ასეთი ბრალდებებისთვის ადამიანებს იჭერენ. დამიჭიროს სააკაშვილმა რომ დაერია ამ ახალგაზრდებს და იმით უნდა ხალხის დაშინება ეხლა ახალგაზრდების დაშინებით. და დადოს კონკრეტული მასალები. ძალიან კარგად იცის რომ ვერანაირ მასალებს ვერ დადებს. ძალიან კარგად იცის რომ სწორედ იმიტომ უნდა ებრძოლოს ნინო ბურჯანაძეს რომ არც ერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამ. ძალიან კარგად ვიცი ის სქემები რაც ხელისუფლებაში მუშავდება. რომ ბურჯანაძე უნდა დისტანცირებული, როგორმე უნდა დისტანცირებული გახდეს ოპოზიციის დანარჩენი წევრებისაგან, რომ შემდეგ ასეთი კითხვა პროკურატურა და პოლიცია როდესაც ახსენა მან თავის ცნობილ გამოსვლაში მარტვილიდან, სადაც ნინო ბურჯანაძეზე, ნოღაიდელზე და ოქროაშვილზე ისაუბრა რომ ხომ არ არის შესაძლებელი მოხდეს თქვა თქვენი რაღაცნაირად განეიტრალება, გნებავ დაჭერა, როდესაც არის კრიმინალურ ფულზე საუბარი, მე ბატონ პეტრეცისკარიშვილს დაუსვა პირველად ამ შეკითხვას. კითხეთ სანოძის, ახალაიას კიდევ რამდენიმე ადამიანის გვერდით იქ ქვებს რო ისრო და როგორი იყო, რატო ისროდა ქვებს? პარლამენტში კასტეტით რომ ცემა ბატონი დავით საგანელიძე რომელსაც შემდეგ თვალი დაუზიანდა ეს ადამიანები მელაპარაკებიან მე ძალადობაზე მე ვაფრთხილებ ამ ხელისუფლებას ინგა ეს ყველაფერი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებამდე ეს არ მოდის ჩვენგან ჩვენ ორი თვე იმიტომ ვდგევართ ქუჩაში რომ არც ქვების სროლა გვინდოდა არც ტელევიზიაში შევარდნა გვინდოდა თუმცა ამას სააკაშვილი გააკეთებდა ჩვენ ადგილზე და გახსოვთ თქვენ სააკაშვილის სიტყვები მე რომ ვიყო ამ ოპოზიციის ადგილზე სამ კვირაში დავამხობდი ხელისუფლებას უცხოეთ თუ სამ თვეში უცხოეთში თქვა მან ეს სიტყვები ჯერ კიდევ ნოემბერში სხვათა შორის იცით როგორ გააკეთებდა მე ძალიან კარგად ვიცი როგორ გააკეთებდა სწორედ ამ მეთოდებით რა მეთოდებსაც ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად გავემიჯნოთ და მაქსიმალურად არ გამოვიყენოთ გამოიყენებდა ყველა მეთოდს მათ შორის ტელევიზიაში შევარდნას და ნამდვილად დაამხობდა ამ ხელისუფლებას ჩვენ სწორედ იმიტომ ვდგევართ ქუჩაში ძალიან მოთმინებით და ვიდგებით და მივახწევთ სააკაშვილის გადადგომას რომ ვუფრთხილდებით ამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას მაგრამ ამ ხელისუფლებას მიყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე და აუცილებლად აგებს პასუხს ინგა თქვენ ძალიან კარგად იცით რომ დღეს ამ კადრებს
ესე მარტივად არ ჩაატარებენ თუნდაც თქვენთვის. თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე მეორე განცხადება ძალიან კარგად იცით ის, რომ თქვენ ტელეფონს უსმენენ. თქვენ ძალიან კარგად იცით ის, რომ თქვენ ყველა ნაბიჯს თვალყურს ადევნებენ. თქვენ ძალიან კარგად იცით ის, რომ ამ რეჟიმში, ამ ვითარებაში არაფერი არ შეიცვლება. თუ ჩვენ არ ვაიძულეთ სააკაშვილი რომ გადადგეს. იმიტომ რომ ეს არის პრაქტიკულად ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც სამწუხაროდ მიდის დიქტატურისაკენ და დიქტატურის შეჩერება თქვენი და საზოგადოების დიდი მადლობა. მე მინდა გისურვოთ წარმატება ქალბატონო ნინო, თუმცა ერთი არის, როდესაც არის რაღაც დაპირისპირებაზე საუბარი, ამ ადამიანების მხრიდან ისმის ეს სწორედ თქვენი მისამართით, მაგალითად ალასანია წეგან საუბრობდა ამ ეთერში, რომ ჩვენ ახლა უკვე უნდა გადავიდეთ დროა, უკვე გადავიდეთ ახალ რეჟიმზეო, დიალოგის რეჟიმზეო. ანუ როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ბურჯანაძე არის ყველაზე რადიკალი, შეიძლება ნამდვილად ინგა, ვისაც სჯერა დიალოგის რეჟიმის, შეუძლია გადავიდეს. სხვა შორის ერთი წლის წინ მე კიდევ დიალოგის რეჟიმზე ვსაუბრობდი. გასაგებია რომ ბატონი ირაკლის ჯერა, იმიტომ რომ დიდხანს იყო თქვა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მას როგორც ჩანს მაინც აქვს იმედი რომ დიალოგი გამოვა. უნდა ცადოს ყველა მის გზა, ვისაც რა გზა შეუძლია წარმოიდგინოს როგორც მიღწევად, მაგრამ მე დიალოგის შესაძლებლობას ამ ხელისუფლებასთან, რომელიც ყველანაირ ბინძურ პროვოკაციებზე მიდის, იმისათვის რომ თავის ოპონენტს ჩირქი მოსცხოს და არა ებრძოლოს, ნამდვილად ვერ წავალ. წარმატებები მინდა გისურვოთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მაშას ეს იყო ნინო ბურჯანაძის პასუხი ხელისუფლებისადმი. ახლა კი უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი განაგრძობს ჩვენს გადაცემას. დიდი მადლობა ბატონო პეტრე მონაწილეობისთვის. გადაცემაში გთხოვ დაიკავოთ თქვენი ადგილი. უნდა ვისაუბროთ დღეს იმ ბრალდებებზე, რომელიც გაისმის ხელისუფლების მხრიდან და მე მინდა პირველი კითხვა დაგისვათ სწორედ ასეთი. გაქვთ თუ არა მტკიცებულება, როდესაც აცხადებს ხელისუფლება, რომ დაპირისპირებას გეგმავენ ქვეყანაში ნინო ბურჯანაძე და მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე, რომ კრიმინალური ფული შემოდის ქვეყანაში, რომ ამ ფულით ისინი ქმნიან ზონდერ ბრიგადებს და ქვეყანას ორად ხლეჩენ, ყოველ შემთხვევაში ასეთი გეგმა აქვს. თქვენ შეგიძლიათ თუ არა ეს დადასტურებულად დაამტკიცოთ შესაბამისი მტკიცებულებით. მოგესალმებით ინგა, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. თქვენ შეკითხვაზე აუცილებლად გავცემ პასუხს, მაგრამ მოდით ჯერ თქვენს წინასწარმოებს გამოვეხმაუროთ, იმიტომ რომ გარკვეული ბრალდებები მათი მხრიდანაც გაისმა. თავთავისი კადრებით იყვნენ ბატონები და ქალბატონები მოსულები, რაც თქვენ გაუშვით. ძალიან საინტერესო იყო. პირველ რიგში ბატონი შალვა ნათელაშვილის და სააკაშვილის თუ შეიძლება. სულ არის ხოლმე ასეთი ბრალდება, რომ აი არსებობს რაღაც კადრები, რომელიც ტელევიზიით არ გადის, რომ რაღაც იბლოკება და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ თუ კი არსებობს რაიმე კადრი, რომელიც შეიძლება პოლიტიკურ პოზიციას ამყარებდეს, რატომაც არ უნდა გავიდეს იგი. პირიქით, მაგითო გეუბნებით, რომ ძალიან საინტერესო იყო. შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილს არ ახსოვდა ის დებატები, ის მოვლენები იგივე ბოლნისში. მე პირადად ძალიან კარგად მახსოვდა ყველა ეს კადრი, რაც თქვენ აჩვენეთ, მაგრამ კარგი იყო იმ ჯგუფში. მოგახსენებთ მაგაზეც აუცილებლად, მაგრამ კარგი იყო, რომ კიდევ ერთხელ გავიდა. რაც შეეხება იმ დებატებს, რატომღაც ესე ვთქვათ, სააკაშვილის ნაწილი არ გადიოდა, მაგრამ არა უშავს, ვინ გაიმარჯვა ამ დებატებში 2 ნოემბრის არჩევნებზე ძალიან კარგად გამოჩნდა სულ რამოდენიმე თვეში ამ არჩევნების შემდეგ. როდესაც ჩვენ ნაციონალურ მოძრაობამ სამჯერ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ლეიბორისტულმა პარტიამ. ამაზე შევთანხმდეთ და დავასრულოთ ამ დებატებზე საუბარი. რაც შეეხება ბოლნის, ქალბატონ ბურჯანაძეს, მე მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვესროდა ქვებს მაშინდელი ხელისუფლება. არა მარტო პოლიციელები, არამედ მათ მიერ დაქირავებული ზონდერ ბრიგადები თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, რომლებიც იმ სოფელში და იმ ტერიტორიაზე იმ მომენტში იმყოფებოდნენ. სადაც ჩვენ მივდიოდით, რომ შვიდობიანად ჩვეულებრივად ადამიანურად წინასაარჩევნო პერიოდი იყო და გაგვემართა შეხვედრა ჩვენ სამომრჩეველთან, შევხვედროდით, ყავდა ასე ვთქვათ ჩვენი მხარდამჭერები კონკრეტული, ვინც წარმოადგენდნენ იმ სოფელს და იმ რაიონს. გაგვემართა ეს შეხვედრა, მაგრამ ამის უფლება არ თქვენი ბრიგადები, ანუ მხარდამჭერები. კი ბატონო, ასე დავარქვათ, იგივე ვთქვათ ახალაიას კადრები იყო, სანოძის კადრები იყო, თქვენი კადრები იყო და ჩვენ მანქანაც დაიმტრო, ბევრი სხვისი მანქანაც დაიმტრო ამ ქვების შედეგად. პოლიციაც გვებრძოდა, ის ადამიანებიც გვეჭხუბებოდნენ, ახლა შეიძლება ქალბატონ ბურჯანაძეს ეგონა, რომ ამ კადრებს რო გამოაჩენს, კი ჩვეულებრივი მაყურებელი, ვისაც არ ახსოვს კონკრეტულად ეს მოვლენები, ვერ აღიქვამს ზუსტად საიდან როგორ მოფრინავს ქვები. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ, რომ ქვების როლა ატყდებოდა. ჩვენ გვეგონა, რომ შეიძლება გარკვეული რაღაც წინააღმდეგობა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით იყოს, მაგრამ ჩვენ დარბაზსაც არ ვითხოვდით, მაშინ გახსოვთ ალბათ დარბაზებში არ შეშვების პოლიტიკა იყო. და ვფიქრობდით, რომ კაი არ შეგვიშვებენ შიგნით რაღაც სოფლის კლუბი იყო თუ რა შენობაც იყო, გარეთ რამოდენიმე ადამიანს შევხვდებით და იქ გავმართავთ შეხვედრას, მაგრამ ამის უფლებაც არ მოგწეს. და ეხლა ქალბატონი ბურჯანაძე რასაც აკეთებს, ცდილობს ამის რაღაც ძალიან უნიჭო გამეორებას, ემულაციას, რომ თითქოს
ამან ფიქრობს, რომ ამან მოუტანა რეიტინგი და პოპულარობა სააკაშვილს და მოდი ახლა მეც იგივეს გავაკეთებ იმისათვის, რომ მე გავხდე პოპულარული. სააკაშვილს თავისმა რადიკალურმა ქმედებებმა მოუტანა თავის დროზე პოპულარობა. მე შეგახსენებ ტყეების სკანდალიდან დაწყებული და კორუმპირებული ჩინოვნიკების ძახილით დაწყებული ეს მეტყევები იყვნენ, არ ვიცი, ვიღაც ბიზნესიდან წამოსული, თქვათ, ყოფილი ბიზნესმენები და შემდეგ პოლიტიკოსები იყვნენ თუ სხვადასხვა ჩინოვნიკები. სწორედ ამ განცხადებებმა მოუტანა სააკაშვილს პოპულარობა მოუტანა თავისმა პოლიტიკურმა ხედვებმა, შეიძლება განცხადებებმაც, რა თქმა უნდა, თავისმა წამსმა, იმან თუ რას პირდებოდა ქვეყანას და იმან რომ ის ადამიანი თავის თანაგუნდელებთან ერთად ცდილობდა მშვიდობიანად ჩაეტარებინა აქციები, შეხვედრები, მიტინგებზეც არ იყო საუბარი, ამა თუ იმ რეგიონში, მაგრამ ხელისუფლება ამ მშვიდობიან დემონსტრაციებს და შეხვედრებს პასუხობდა ისე როგორც პასუხობდა ქალბატონმა ბურჯანაძემ რომ მოიტანა. ამაზე ბატონო პეტრეს სწორედ ბრალდებას ხელისუფლება იგივე მეთოდებს ხომ არ იყენებსო? არ იყენებს მაგაშია მაგ რა მეთოდითაც მაშინ თავის დროზე შევარდა. მაგ განსხვავებამდე მინდა მივიდე, აგერ უკვე მესამეჯერ ვცდილობ რომ მაგ განსხვავებამდე მივიდე, ინგა და ცოტა ხანით დამაცლით ძალიან კარგი იქნება რა. და ეს ქალბატონი აქეთ გვესხმის თავს დღევანდელ ამ შემთხვევაში მშვიდობიან ხელისუფლებას იმ გაგებით, რომ ჩვენ ყველანაირად ვერიდებით ნებისმიერ პროვოკაციას, დაპირისპირებას, ძალადობას, პარლამენტში შევედით ძალადობის გარეშე, დილას, როდესაც ისინი არ იდგნენ, მაგრამ რა გვექნა, როდესაც დაგხვდნენ იქ სპეციალურად მოგზავნილი ახალგაზრდები, რომლებიც ამ ქალბატონმა სამწუხაროდ იქ გამოაგზავნა, დააფინანსა, შეიარაღა, კვერცხები უყიდა, ქვები მიცა, ხელკეტები დააჭერნა და ასე შემდეგ. თქვენ გააქვთ მაშინ აი აქ პარალელებს თქვენ ავლებთ? აქ შეგიძლიათ პარალელები გაავლოთ, რომ მაშინდელ 5 წლის წინანდელ თუ 6 წლის წინანდელ მოვლენებს და დღევანდელ მოვლენებს მოდით ეს ვაპრობდეს მივანდოთ რა პარალელს და რა შეფასებებს გააკეთებს. მე იგივე კითხვა მინდა გავიმეორო ეხლა. თქვენ შეგიძლიათ დაუდასტუროთ ქალბატონ ბურჯანაძეს, ეხლაც ახსენეთ ამ წუთას, რომ გეგმავდეთ, რომ მართლა აქვს მას და მის მეუღლეს კავშირი, ვთქვათ, კრიმინალურ ფულთან და თუ შეგიძლიათ მითხრათ, რას ეფუძნება თქვენი ეს განცხადებები, როდესაც ვისმენთ მას. კარგით, რამოდენიმე მომენტი მაშინ მაგასთან დაკავშირებით, პირველ რიგში აქ მე წამოღებული მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება, მე ხაზს გაუსვავ, ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც ამ შემთხვევაში საელჩომ გაავრცელა, რა თქმა უნდა, და აქ საუბარია, რომ არა წაგიკითხავთ ზუსტად თუ გნებავთ. არა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა გადაკვეთეს ხაზი, რომელიც გადის აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალურ ქმედებას შორის. ხაზი, რომელიც არის გავლებული, მათ გადაკვეთეს, ანუ გადააკვეთინეს ამ ახალგაზრდებს და დაავალეს. როგორმე შეერთებულმა შტატებმა თუ ვინმე მიცის დემოკრატიის განმარტება ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან იქაც და ქალბატონ ბურჯანაძეზე და სალომე ზურაბიშვილზე როგორმე ოდნავ უკეთესად მაინც. ეს არის ჩემთვის დოკუმენტი და ნუ ამას თუ არ დავეყრდნობით კარგით. მაშინ გავიხსენოთ ის კადრები, როდესაც შუახნის მამაკაცი ბეისბოლის ეგრეთ წოდებულ ბიტებს არიგებდა ტელევიზიის წინ შავი ჯიპიდან, ნომრები აღარ მახსოვს, მაგრამ ის ნომრებიც იყო ნაჩვენები. ხო ამარ გახსოვთ ვინ იყო ის შუახნის? თქვენ ვერ იხსენებთ. ეს იყო ბადრი ბიწაძე, რომელიც ამ ხალხს მაგრამ ეს დოკუმენტი რა თქმა უნდა არ არის, იმიტომ რომ არ ვიცი თქვენ გჯერათ თუ არა, მაგრამ ბურჯანაძეს რო კითხოთ ეს კადრები ფალსიფიცირებულია და რაღაცას გადაღებულს ეხლა რასაკვირველი არსებობს მასალები, რომელიც შეიძლება დაიჯერო. კარგით, მაშინ გავიხსენოთ იმ ადამიანების მხრიდან იარაღის შესყიდვის მთელი პროცედურები, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ, ამაზე იყვნენ დაპატიმრებული და შემდეგ გამოვიდა ბურჯანაძე და განაცხადა, რომ მისი პარტიის წევრები აიყვანეს და მათ პოლიტიკურად დევნიან. მე ეს კითხვა წეღანმას დაუსვიდე, თქვა რომ 2-დან 2 არ იყო გაწევრიანებული, რა მნიშვნელობა აქვს? ეხა იმ 2 ხო იყო როგორც მინიმუმ და პლუს ის 2, ეხა იქ მეგობრობდა თუ პარტიის ბილეთი ედო თუ ხელმოწერილი ქონდა იქ ანკეტა შევსებული, ამაზე ნუ ვიდავთ. ის 2, რომელსაც გამოეკომაგა დილიდანვე, როდესაც წინა საღამოს მოხდა მათი დაპატიმრება, ხომ იყვნენ მისი პარტიის წევრები. ეს ფალსიფიცირებული კადრები იყო და ისინი იარაღს საერთოდ არ ეხებოდნენ, საერთოდ არ ყიდულობდნენ. ნინო ბურჯანაძის და მისი მეუღლის კავშირს კრიმინალურ ფულთან და გადატრიალების მცდელობას. ფულამდეც მივალთ. თქვათ, როგორც თვითონ ამბობენ, ეს იყო პროვოკაცია, რომლებზეც ამ საცოდავ ადამიანებს პოლიციელები იყოლიებდნენ და ასე შემდეგ. მაშინ
იმ რო შევაჯამოთ ის თანხების დახარჯვა, რა თანხის დახარჯვასაც ისინი ამ იარაღის შესასყიდად აპირებდნენ, საიდან გაჩნდა ეს ფული? ბურჯანაძე თქვენ გონიათ თავის ჯიბიდან ამოიღებს და დააფინანსებს ესეთ აქციებს იარაღის შესყიდვით. საიდან გაჩნდა და იქიდან ზუსტად საიდანაც გოკა გაბაშვილი ლაპარაკობდა და იქიდან საიდანაც ნახევარმა საქართველოს თუ მთელმა არა იცის და იქიდან საიდანაც რო დაუჯდება ბურჯანაძე და ესაუბრება ევროპელ და გნებავთ ამერიკელ ელჩებს და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათაც მშვენივრად იციან და რა პირით და რა სინდისით ესაუბრება მაღალ კატეგორიებზე და დემოკრატიულობაზე, როდესაც ეს ქალბატონი რუსეთიდან იღებს დაფინანსებას იმისათვის, რომ აქ ახალგაზრდები შეიარაღოს თუ საკნები იყიდოს თუ სხვადასხვა აქციები ჩაატაროს. რატომ არ იჭერთ მაშინ? მან თქვა ბატონო პეტრე, რატომ არ პასუხისმგებლობის საკითხი, რატომ არ დგებაო? დამიჭირონო, წეღან თქვა სხვათა. თუ კი იგეგმება ქვეყანაში რაღაც გადატრიალების მცდელობა, თუ კი თქვენ გაქვთ უტყუარი მტკიცებულებები, რომ კრიმინალურ ფულთან აქვთ კავშირი და თქვენ კონკრეტულად ასახელებთ ქალბატონინოს და მის მეუღლეს. რატომ არ მოყვება ამას მაშინ? გვინდა საზოგადოებამ ბოლომდე დაინახოს თუ რას წარმოადგენენ ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, ვისი ფულით აფინანსებენ ამ აქციებს და საზოგადოება ან დაიჯერებს ახლა ამას ნათქვამს, ან არ დაიჯერებს თქვენი მხრიდან გაკეთებულს და ანუ ისინი გქონენ რომ აი პასუხისმგებლობა სასამართლო ხომ არსებობს და პასუხისმგებლობის ჩვენი მხრიდან გაკეთებული განცხადების დაჯერება არ დაჯერებაზე არ არის ინგა საუბარი. აქ საუბარია იმაზე რომ თავისი თვალით კადრებში დაინახოს საზოგადოებამ თუ რას ახმარს ეს ქალბატონი ფულს და ეხა ფულის გარეშე რომ ესეთი რაღაცები არ ხდება, მე მგონი ყველა ამას ხვდება და გნებავთ ის ახალგაზრდა ბავშვები რომლებიც მართლა გაუგებრობაში არიან ამ ყველაფერში მოყოლილი კი შეურაცხყოფას აყენებენ იქ ადამიანებს და ეს მათ ასე ვთქვათ სოფხედულობაზე ბევრს მეტყველებს, მაგრამ ისინი ამაში ფულს იღებენ და დაქირავებულები არიან და ყოველთვიური ხელფასი აქვთ და ასე შემდეგ. მაგრამ მოდით ერთი წამით აი დოკუმენტებზე როდესაც საუბარი არის საუბარი დამიდონ დოკუმენტი წარმომიდგინო მტკიცებულება რომ ფულს ვიღებ. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მძიმე ბრალდება პოლიტიკაში ხშირად ხდება ისე რომ შეიძლება რაღაცა ქმედებაზე დოკუმენტი არ არსებობდეს. აქედან უბრალოდ ჩვენ საღი აზრიდან უნდა გამოვიდეთ. მე შემოგიბრუნებთ ახლა კითხვას და გეტყვით რომ მე რომ გითხრათ რომ რუსეთში 3 წლის წინ 2006 წელს აღმოაჩინეს რომ ბორჯომის მინერალიზაცია იყო ძალიან მაღალი. ის ნებდა რუს მომხმარებლებს, ასევე ქართული ღვინის აბსოლუტური უმრავლესობა იყო ფალსიფიცირებული და ეს მომხმარებლების ჯანმრთელობისთვის იყო საზიანო. თქვენ რას მიპასუხებთ? ეს ესე იყო თუ ეს დაავალეს ონიშენკოს რომ ესე ეთქვა პუტინის მხრიდან, კრემლის სხვა ჩინოვნიკების მხრიდან იყო ესეთი დავალება მიცემული რომ შენ თქვი მოიყვანე რაღაც ისე ვთქვათ მაგალითი, მაგრამ სინამდვილეში რა ხდებოდა? რატომ დაგვიკეთეს? რა პასუხი გაქვთ ახლა? ანუ ჩემგან უბრალოდ რა პასუხსელით? ანუ როდესაც აკეთებთ ახლა ამ ამბავთან პარალელს? ამ ამბავთან პარალელს, ამ კონკრეტულ ამბავთან კი არ ვაკეთებ პარალელს, მე ვაკეთებ ზოგადად პოლიტიკაში ხანდახან რამდენად ასე ვთქვათ რთულია ან ალოგიკურია ან შეუძლებელია რაღაც დოკუმენტის წარმოდგენა იმაზე თუ ებრალიძისგან ხელწერილი როგორ დადო ვიღაცა ადამიანმა რომ აი მე შენგან 100,000 ავიღე ჩავიდე და მიმაქ ხა ბურჯანაძესთან და ეს ხელწერილის ასლი მოგაწოდოთ, როდესაც მეორე მხრიდან შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში აი მაგალითის ფონზე რომელიც მე მოგიყვანეთ რომ ონიშენკომ დაგიდოს დოკუმენტი რომ აგერ გენაცვალე შენ ბორჯომს და სხვა მინერალურ წყლებს მაღალი მინერალიზაცია აქვს, ხალხი ავად გახდა ამისგან და მე გიკეთებ. სინამდვილეში ამის უკან ხო სხვა პოლიტიკური მოტივები იმალება. კარგით. ბატონო პეტრე. ეს ხდება ამ შემთხვევაშიც. ბატონო პეტრე, მთავარი რაც არის, იგივე ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენი დრო იწურება, უნდა ჩავეტიოთ ჩვენ 20 წუთში და მე მინდა თქვენგან მოვისმინო პასუხი. ოპოზიცია ამბობს, რომ როდესაც არის თქვა კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება, ხო თქვენ ამბობთ, რომ იგივე ის ახალგაზრდები, ვინც დააკავეს პარლამენტის წევრებზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე განხორციელებული ფაქტის გამო, რატომ არისო ორმაგი მიდგომები? თუ კი აქამდე ხელისუფლებას არ გამოუძიებია არც ერთი საქმე ოპოზიციის მხარდამჭერთა წარმომადგენლებს თავდასხმებისა და ასე შემდეგ, რატომ ხდება მაინც და მაინც რეაგირება ახლა ამ ფაქტში მონაწილე ახალგაზრდებზე? რა სიტყვით? ხელისუფლება ყველა ფაქტს რაც გაწყობთო იმას იძიებთ და რაც არ გაწყობთ იმას არა. ასეთი არის მათი დამოკიდებულება. არა, ეს ასე არ ხდება. ჩვენ თუ რამე რჩება გამოუძიებელი, რაც შეიცავს თავის თავში გარკვეულ დანაშაულს, ეს არის ძალიან ცუდი და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, ყველა ეს საქმე იქნას გამოძიებული
ჩვენ მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ არ იყოს ქვეყანაში არანაირი ძალადობა, არავის მხრიდან წამოსული, მაგრამ როდესაც საუბარია ამ ადამიანებზე და ამ ქალბატონზე, რომელიც აქ საუბრობდა, ჩვენ ვხედავთ მის ქმედებებში თუ რისთვის არის ეს ქალბატონი მოწოდებული. ერთის მხრივ იმისთვის, რომ ალარმიზაცია მოახდინოს თავისი მხარდამჭერების და რაღაცა გაურკვევლად და უნიჭოდ პოპულარობა მოიპოვოს ამ ძალადობით, მეორე იმისკენ, რომ დააზიანოს ეკონომიკა და შემდეგ ამ დაზიანებული ეკონომიკისგან და უფრო ფართო უმუშევრობისგან მიიღოს თავისი მხარდამჭერები, რაც ასევე ძალიან ბოროტული და ასევე უნიჭო ჩანაფიქრი არის, იმიტომ რომ შემდეგ მას გონია, რომ ეს ხალხი მისკენ გადმოვა და მშიერი ხალხით რევოლუციას მოახდენს. და მესამე ალბათ ისიც, რომ აი ამ ფულადი შემოდინებებიდან გამომდინარე, მას უკან დასახევი გზა აღარ დარჩა, ერთის მხრივ ამდენი უკვე დახარჯა და ეხლა შედეგის მიღწევა უნდა ისე როგორც არასდროს და მეორეს მხრივ ის ადამიანები, ვინც აფინანსებდნენ, წარმოუდგენენ ანგარიშს და ეტყვიან, ჩემო კარგო, შენ რა რეზულტატი დადე, რისთვის დაგაფინანსე. დიდი მადლობა. ბატონო პეტრე, მე მინდა გისურვოთ წარმატება, ჩვენი დრო ამოიწურა, როგორც ახლა მატყობინებენ, ფეხბურთი იწყება და უნდა ჩავეტიო, ანუ ზუსტად იმ 20 წუთში, მე მინდა გისურვოთ წარმატება. როგორ ფიქრობ, დასრულდა საპროტესტო გამოსვლების ეს რაუნდი, თუ ხელისუფლება ელის, რომ კიდევ გაგრძელდება რა? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ეხლაც იგივეს ვიმეორებთ. ჩვენ გვინდა სისტემური ცვლილებები, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის წინაშე, რომ არ იყოს სამოქალაქო დაპირისპირება და ეს ქალბატონი აქ ძალიან ხშირად ახსენებს სამოქალაქო დაპირისპირებას, იმიტომ რომ ცდილობს და ღამე ესიზმრება, რომ როგორმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, იმიტომ რომ იცის თავისი რეიტინგის შესახებ, იცის რომ მას ფართე მაგრამ იგი ხომ მარტო არ არის ბატონო პეტრე, იქ ოპოზიციის უამრავი ლიდერია მისგან. სამოქალაქო დაპირისპირებას შეიძლება აი ამ შეხლა შემოხლაში და ამღვრეულ წყალში რაღაცა თევზი დაიჭიროს. ეს არის მისი ამოცანა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ეს არ მოხდეს, ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ დიალოგის გზით, თანამშრომლობის გზით გატარდეს რეფორმები, მოხდეს სისტემური ცვლილებები ქვეყანაში და რაც მთავარია, ჩვენი პასუხისმგებლობა არის ამ ქვეყნის წინაშე, ის რომ ერთხელ და საბოლოოდ არჩევნების მერე იქნება თუ ჩვეულებრივ პერიოდში აქციებით, შეხლა-შემოხლებით, ძალადობებით ხელისუფლებები არ იცვლებოდეს, იცვლებოდეს მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით და საკანონმდებლო ჩარჩოებში და ფარგლებში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გისურვოთ, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, უბრალოდ ამ დროს მე მეუბნებიან, რომ ფეხბურთი იწყება და ამიტომ ცოტა ამერია დამშრომების სცენარი. წარმატებას გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში. მაშასე ასეთი იყო დღეს გამოსული ჩვენი გადაცემის მთავარი გმირების პოზიციები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა მოხდება გაეროში, ალბათ ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მთავარი თემა. მინდა გისურვოთ მშვიდობა, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ნახვამდის.